ეთერშია ერიმედია გადაცემით გონიერი, დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, ჩვენი სტუმარია ქალბატონი ელიზაბეთ ლეინი, რომელიც გახლავთ პოლიტიკური ჟურნალისტი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენელი, ის ამჟამად მუშაობს ამერიკულ ტელევიზია Unify-ში, რომელსაც ძალიან დიდი, ძალიან პოპულარულია და განსაკუთრებით გამორჩეულია საოცრად ესეთი ღრმა ჟურნალისტური გამოძიებებით, რომელშიც მონაწილეობენ, ჩვენთვის ცნობილია, აქაური საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა თითქმის გამოჩენილი ადამიანი, ხო? და იქ ირჩევა საკითხები ისეთ დონეზე და ისე ღრმად, რომელიც აქ ზოგიერთს გონია, რომ დაუშვათ ეს რაღაც კონსპირაციებია, მაგალითად. ხო, მოგესალმები ლიზი, გაიზარდა, აქაურია, ქართველია, გაიზარდა შტატებში, კარგად ფლობს ქართულს, ხადია, მაგრამ შეიძლება, ესე იგი, იმის გამო, რომ ძირითადი პროფესიონალური ენა მისთვის ინგლისურია, შეიძლება, ესე ვთქვათ, გამოურიოს ინგლისური სიტყვები, რასაც მე განმარტავ ხოლმე შეძლების დაგვარად. აქედან გამომდინარე, ნუ დაგზრახავთ ძვირფასო მაყურებლება. ახლა ლიზი, ჩვენ ვიცით რა ხდება, გვისაუბრია იმის შესახებ, რა პროცესები განვითარდა საქართველოში. ამით დავიწყოთ. და ვიცი შენი აზრი და უშუალოდ ვინ დგას ამ პროცესების მიღმა. მოდი ასე ვთქვათ და ვინ ათამაშებს ამ თოჯინებს. დავიწყოთ ახლა რაკურსი, ამერიკული რაკურსიდან საქართველოს რეალობა, დღევანდელი რევოლუციური პროცესები, ნუ გუშინდელი უფრო სწორედ და რომელიც შეიძლება განვითარდეს არჩევნებთან ერთად. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ გააფრთხილეთ მაყურებელი, უბრალოდ შეიძლება ვიხმარო ინგლისური სიტყვების იმას არ ნიშნავს, რომ ქართული შესატყვისი არ ვიცი, უბრალოდ მომენტში არ მოდის ხოლმე ხანდახან. ამიტომ დავიწყოთ, კი ბატონო. ეცით რა არის? მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს რასაც ვუყურებთ პროტესტებზე, ასე ვთქვათ, გარეთ არის იგივე სცენარი, რაც ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს უკრაინაში მეიდანზე. და ეს ერთად ჩვევია ერთ-ერთი ქვეყნის ძალიან განვითარებულ სადაზვერვო სამსახურს. იცით რა, ხანდახან ვეკითხებით ჩემ თავს, ეს იმის მიზეზია, რომ არიან ზარმაცები და ახალი სცენარის დადგმა არ უნდათ თუ უბრალოდ იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც მოქმედებს ჰოლივუდში მაგალითად. ერთი ფილმი გამოდის, იმუშავა part 2, part 3, part 4. ანუ რაც მუშაობს, იმას იმეორებენ სხვაგან. ხო ასეა? არ ხარჯავენ ზედმეტ ფულს დეკორაციებზე, მსახიობებთან კონტრაქტებია, ხო? ფული დახარჯონ, უბრალოდ ჩემი აზრით აქ safety net-ის საქმე არის, ანუ სამშვიდობო საქმე არის იმ მხრივ, რომ იციან, რომ გამართლებული მეთოდია, ამიტომ თუ იმუშავა უკრაინაში, აუცილებლად იმუშავებს საქართველოშიც. და დღეს ვხედავთ ზუსტად იგივეს, როგორი სადაზვერვო სამსახურებიც არის CIA, MI6, ბრიტანეთის და ამერიკის, ყველაფერს ცდილობენ, რომ გამოიყენონ საკუთარი NGO-ები, ანუ საკუთარ NGO-ს რას ვეძახი, ყველამ ვიცით non-governmental organization არ უნდა ეკუთვნოდეს არანაირ government organizations, ხო? ანუ თვითონ სახელში უდევთ ეს, რომ უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუმცა, რომ მიყვეთ და მე ამაზე იმდენი გადაცემა გაკეთებული, რა ვიცი, ვისაც გინდათ შეგიძლიათ ყოველთვის ნახოთ Unify-ზე, ამას როგორც ამერიკაში NGO-ებს, ისევე ამერიკის საზღვრებს გარეთ, CIA იყენებს როგორც საკუთარ იარაღად, რომ გადატრიალებები მოახდინონ სხვადასხვა ქვეყნებში. ეს უკვე დატესტეს, ну, პირველად იძახიან ესეთი ოფიციალური წყაროთი, ვიცით, ოფიციალური დოკუმენტებით ვიცით, რომ ეს იყო მოზადეკის სიკვდილი ირანში, კი ბატონო, მაგრამ ისეთი პოლიტიკოსები და ისეთი ისტორიკოსები, როგორც ჯეფრი სექსი და თუნდაც ჯონ სტოკველი, ყოფილი CIA-ის აგენტი, ისინი ფიქრობენ, რომ უფრო ადრეც აქვთ ეს გაკეთებული, უბრალოდ რუზველტი, ანუ ის აგენტი, ვინც მოახდინა ეს გადატრიალება ირანში, უბრალოდ publishing-ი მოხდა ამის და ესეთი ღიად გამოტანა უფრო დიდად და ამიტომ იწყება აქედან ათვლა. თუმცა ეს გაკეთებული აქვს ძალიან ბევრ ადგილას, ეს პირველად ირანში. განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში. რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ, ჯონ პერკინსზე და ესეთ რაღაცებზე ვისაუბრებთ ძალიან დეტალებით, მაგრამ დღეს ამას უყურებთ საქართველოში და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საშიში მდგომარეობაა. იქიდან გამომდინარე, რომ მე ორივე ქვეყანასთან მაკავშირებს, როგორც ამერიკას, ამერიკა ჩემი სამშობლოა, ისევე როგორც თქვა საქართველოს დავიბადე და საქართველოსთანაც მაკავშირებს რაღაცა გრძნობები და სულაც არ მინდა რომ დავინახო ამერიკელი ხალხი შეეწიროს ამ იმიჯს, რასაც CIA დღეს ხატავს ამერიკის იმიჯად. ანუ ამ მონსტრ კომპანიასაც ვერ დავარქმევ, სააგენტოს, კი ბატონო, რომელიც
საკუთარ ხალხს საერთოდ არ უსმენს. ანუ ეს არა ამერიკელი ხალხის ნება, რომ ეს მოხდეს. და ერთ რამეს ვიტყვი, რომ განსხვავებულად ქართული ახალგაზრდობის ვინც დგას დღეს გარეთ და უჭირავს ორი დროშა ერთის მაგივრად, ჯერ ეს არის ანომალია, რატომ მეჭიროს სხვა ქვეყნების გაერთიანების დროშა. ამერიკაში რომ დაიჭიროს ამერიკის დროშის მაგივრად, მაგალითად ევროკავშირის დროშა. აბა, ეს არ მოხდება, ამის გარანტიას გეტყვით, თუმცა ერთი საინტერესო რაღაცის ვიტყვი, ამერიკაში ქონდა ზუსტად 6 თვის წინ ძალიან დიდი პროტესტი ვაშინგტონ დი-სიში, რომელსაც ქავერს უკეთებდი როგორც ჟურნალისტი, ანუ ჩემს ქრუსთან ერთად ვიყავი წასული და იქ დავინახე პირველად, ესეთი რაღაც არ მომხდარა ამერიკის ისტორიაში. ამერიკელი ხალხი რუსეთის დროშებით. ანუ ეს ძალიან ეხლა ვისაც აინტერესებს კიდევ ერთხელ ყველა ჩემი სიტყვა დღეს რასაც თქვენთან ვიტყვი არის გადამოწმებადი დაგუგლეთ ბოლო პროტესტი ვაშინგტონ დი-სიში ომის წინააღმდეგ და ნახეთ რამდენი რუსული დროშა იყო იქ. ეს რატომ მოხდა ეხლა ვისაუბროთ ამაზე რომელი ამერიკელი აღმართავს რუსის დროშას ვაშინგტონ დი-სიში ხო ასე ხო ძალიან საინტერესოა წარმოუდგენელია ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მაგრამ ეს მოხდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკაში ძალიან გათვითცნობიერებულია თუ რა ხდება რეალობაში მათ იციან საკუთარი ინსტიტუტების როგორც არის CIA და NSA, ანუ რამდენი ხანი უკვე ეს ვილს ატრიალებენ და ამას აკეთებენ ყველგან ლათინო ამერიკაში, ევროპულ ქვეყნებში, ყველგან აბსოლუტურად განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამიტომ ეს ხალხი ვინც ეს იცის, არ უნდათ რომ მათი სახელი ამ სიბინძურესთან იყოს დაკავშირებული და ხვდებიან რომ ეს მათ ინტერესებშიც არ შედის. ანუ რას ქვია 60 ბილიონი უკრაინას ერთი წამით ჩემთან, ჩემივე შტატში მილიონი რაღაც არის გასაკეთებელი რა უკრაინას. რა შეუშია? აბარა და ამიტომაც ახლა არა მარტო ტრამპი, ბევრი სხვა პოლიტიკოსის დღეს რომელიც ხშირად არ არის ეს სახელები საქართველოში არ ჟღერს, მაგრამ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ამერიკაში ძაღის America first. რა გვინდა უკრაინაში ეს არის ქვეყანა რომელიც არც ნატოს წევრია. არანაირი მოვალეობა არ გვაქვს იქ ჩვენ ყოფნის, თუმცა სრული ძალებით უკრაინას გაფალერში ყოფთ. ნუ ამაზეც ვისაუბრებთ თუ რატომ. მაგრამ ძალიან საინტერესოა, როდესაც ამერიკელი ამ ყველაფერს ხვდება, რა ბაბულში უნდა იყოს საქართველო, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. და აი შეგვიძლია ახლა გავარჩიოთ ეს რატო ხდება ესე, რომ ამერიკელი უფრო განათლებულია დღეს ვიდრე ქართველი, როცა ესე არ უნდა იყოს, ხო? ამერიკას აქ იმიჯი რომ ყველას განათლებული მსუქანი ქვეყანა, ანუ oversized people და ასე შემდეგ. თუმცა ესე არ არის. კი ბატონო ვისაუბროთ იმაზე რომ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა ამერიკაში ეს რაც შეეხება გაბარიტების პრობლემაც გვაქვს ძალიან დიდი სიმსუქნის პრობლემა მაგრამ ამერიკელმა ხალხმა ამ ბოლო 10 წლის მანძილზე აი სილა გააწნეს ესეთი გამოთქმა გაქვს ამერიკაში რომ slapped in the face და გაიღვიძეს ქართულადაც არის სილა გააწნეს კარგი გამოთქმა ძალიან დიდი awakening მოხდა და მოხდა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ მაღაზიაში რომ შედიან გადაწყვეტილების ესეთი გადაწყვეტილების წინაშე დგანან რომ დღეს ჩემ შულს შოკოლადი უყიდო თუ chicken ანუ ქათამი და აი ამან გააღვიძა დღეს ამერიკა თორე მანამდე ეს თემა არ იყო კეთილდღეობის დონემ დრამატულად დაიწია საკმაოდ აი ესეთი რაღაც არ ახსოვს ამერიკას Great Depression დიდი დეპრესიის დროს კი ბატონო და ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი RFK ჯუნიორი ლაპარაკობს ამაზე ძალიან კენედი ანუ კი ბატონო კენედის ბობი კენედის შვილი კი ამაზე საუბრობდა ძალიან ბევრ სხვადასხვა შოუში რომ ანუ მისი ცოლის მაგალითი აქვს მოყვანილი რომ ანუ ჩემი ცოლი არ არის ხა დიდარი ოჯახიდან და ჩვენ როცა დავიწყეთ ერთმანეთთან სიარული როგორც couple ასე ვთქვათ კი მითხრაო რომ აი бенზინი რო წითელს მანახებდა მანქანაზე უკვე პანიკური შიში მქონდა იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავდა რომ ან უნდა ვჭამო ან бенზინი უნდა ჩავასხა მანქანაში ეს ამერიკაში ყველაზე დიდარ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ანუ მაშინ ჩდება კითხვა რატო ხდება ეს ყველაფერი რატო ხდება და ამერიკა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში ოღონდ ისწავლა ისტორიის მანძილზე ამის შენიღება იდეალურად და რიჩარდ ვოლფმა მითხრა ჩემ შოუში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომისტი გეცოდნებათ კი რიჩარდ ვოლფმა მითხრა ეს რაღაც როცა ვკითხე რომ რატო არის ეს ამერიკის მითი რომ დღესაც ყველას ჯერა ეს და ეს სულელებით ეცემიან ამ მითზე ყველაფერს ყიდიან რომ ჩერეზ ნიანგები არ უნდა რიო გრანჩი დაიხშონ და ასე შემდეგ ნუ რატო ხდება ეს და მითხრა ძალიან მარტივად იმიტომ რომ ამერიკა მისწავლა როგორ გაყიდოს საკუთარი ქვეყანა როგორც ყიდის bag of chips ანუ ჩიპსის
პაკეტს. შეფუთვა ისწავლა. კი ბატონო, შეფუთვა ისწავლა საკუთარი თავის. ინფორმაციული შეფუთვა. აბსოლუტურად. კი ბატონო, და დღეს ვუყურებთ ამას, ეს ახალგაზრდები, რომელიც გაიზარდნენ ამერიკულ ფილმებზე, გაიზარდნენ მიშას დროს, ხო, ანუ ერთად ნაწილია. კი ბატონო, მიშაზე კი ცალკე ვისაუბრებთ. კი, აუცილებლად. კი ბატონო. ამ ადამიანებს ძალიან რთულია უთხრა ის, რომ ის რაც შენ გონია, რომ ამერიკა დღეს არის, იმის 1%-იც არ არის ეს ქვეყანა დღეს იმ სახით რაც გვაქვს. ანუ მე არ ვამბობ კენედის დროს, არ ვამბობ მის მოწინავე პერიოდს. ხო, ამერიკას ჰქონდა ძალიან კარგი ერა, მაგალითად, პერიოდი, როდესაც ერთი ადამიანის ინკამის შემოსავლიდან, კი ბატონო, მთელი ოჯახი არა მარტო კარგად ცხოვრობდა, არამედ upper middle class-ის დონეზე ცხოვრობდა. ეს თემაც იყო. ხო, ეს ყველაფერი ძალიან შორეული წარსული ამერიკის სამწუხაროდ დღეს ესე არ არის. დღეს ამერიკას აქვს მონური, ასე ვთქვათ, რიტმი. თვითონ ისეთი პრივილეგიური ადამიანებიც, ან პრივილეგიას არ მოკლებული ადამიანებიც, რომელიც CEO-ები, ასე ვთქვათ, მაგალითად Boeing-ის CEO ვიღოთ, ხო? ისინიც კი ვერ ჩერდებიან. ისინიც კი მონურად მუშაობენ, იმიტომ რომ ეს მენტალიტეტი აქვს ქვეყანას, რომ ან უნდა იყო რაღაცა working bee, ან შენ ხარ useless eater. ანუ working bee ნიშნავს მომუშავე ფუტკარს, ანუ კი ბატონო. მუშა ფუტკარს. კი ბატონო. ან useless eater-ი, რომელიც მხოლოდ ჭამს, საკვებს და ეს useless eater-ი გახსოვთ, რომ ჰიტლერიდან გადმონაშთი არის, ჰიტლერი ხშირად იყენებდა ამ ყველაფერს და ეს ამერიკის ნაცი წარსულზეც ვილაპარაკებთ დღეს მაგის პრობლემა, მაგრამ დღეს ასეთ რეალობაში დგახართ. ასეთ რეალობაში ვართ. ახლა უფრო ჩავეძიოთ ამ რეალობას. ანუ ეს ბაბლი, ეს შეფუთვა ეს პროპაგანდა თავის დროზე იმუშავა ამან ძალიან კარგად საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდში და ჩვენ ვახსოვს დაუშვათ როგორი ხატი შეიქმნა ხომ რომ აქეთ ამ მხარეს იყო ასე ვთქვათ ჩაბნელებული რაღაც ისეთი საშიში რაღაც ანუ ეს იმიჯი შეიქმნა და იქით ამ მხარეს იყო ნათელი და ესე აქეთ იყო ბნელი და უკუნი იქით იყო სინათლე და სიკეთე დღესაც ესე იგი სამწუხაროდ ხომ ადამიანების დიდ ნაწილს სწორედ ასე გონია და ისინი ახდენენ ძალიან ნუ გულუბრყვილო ლოგიკურ შეცდომას. არა მარტო ლოგიკურ, არამედ სოფხედველობრივ შეცდომას მათ გონიათ, რომ ადამიანურ საზოგადოებაში, რომელიღაც ადამიანურ საზოგადოებაში არის თომას მურის უტოპია. ხო. რომ ესე იგი იქ საერთოდ ყველაფერი კარგია, სადღაც ამისთვის საჭიროა ესე იგი რომ გყავდეს მტერი, ეს არის დანინგ-კრუგერის სინდრომი ცნობილი, რომელიც რა არის დანინგ-კრუგერის სინდრომი, ეს არის ესე იგი ტენდენცია მენტალური, როდესაც ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩევიან, ასე ვთქვათ, გამჭრიახობით, რბილად რომ ვთქვათ, და ვერ აანალიზებენ საკუთარ მენტალურ პროცესს, ასეთი ადამიანები, ესე იგი, თავიანთ აზრებს მიიჩნევენ ერთადერთ ჭეშმარიტად. კი ბატონო. მე ესენი ერთიანდებიან რაღაც ჯგუფებში და ამ ჯგუფებს აუცილებლად რომ კოლექტიური ტყუილის გასამართლებლად ჭირდებათ მტერი და ქმნიან მტერს და დანინგ-კრუგერის ეფექტის ეს ერთ-ერთი ესეთი გამოვლინება არის დაუშვით ის რაც ხდება ჩვენთან. ჩვენთან ხდება რელიგიური დოგმის დონეზე აყვანა კონკრეტული პოლიტიკურ-გეოგრაფიული არეალის. აბსოლუტურად. და ესე იგი ეთნიზაცია ბოროტების და ეთნიზაცია სიკეთის. სხვანაირად ამ ბრბოს ვერ გამართავ. ანუ ამათ თუ არ იფიქრეს, რომ იქით ძალიან ბნელა და ჯოჯოხეთი, ანუ დაანახო შენი პირადი მოწინააღმდეგე ვიღაც სხვას, როგორც მტერი, ანუ ეს ხო შენი პლუსია. სხვანაირად იმას ვერ გამართავ. ამიტომ საჭირო იყო ეს აუცილებლად. მოდით პირდაპირ ვისაუბროთ. დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის რაღაც ეს არ მისმის ამერიკის იმედის ქონა. ანუ ნახეთ რა ხდება ადამიანურ ურთიერთობებშიც ეს ძალიან მარტივი გასარკვევია, ხო? მაგალითად მე და თქვენ რო ავიღოთ ეხლა ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ ეხლა შევხვდით, მაგრამ ვთქვათ, რომ ერთი პროექტი გავაკეთეთ და გამართლდა, ხო? და მე თქვენ გენდობით რაღაცაში, იმიტომ რომ გამიმართლეთ ერთ პროექტში, თქვენ მენდობით მე და ასე შემდეგ. ნუ კიდევ ერთი პროექტი, კიდევ ერთი და ეს ყოველთვის ხდება, ეს ყოველთვის ჩემს ასე ვთქვათ, ჩვენს მეგობრობაში ეს გამართლება ყოველთვის არის. ამიტომ ვიღაც თუ მკითხავს არის სოსო დღეს სანდო ადამიანი, მე ვეტყვი რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ისტორია ამას გვანახებს. ეხლა შევხედოთ რა ლოგიკას ეფუძნება ის, რომ ადამიანი დღეს ენდოს ამერიკის პარტნიორშიპს. თქვენ
კარგად იცით ისტორია, იგივე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს, თუ მომიყვანთ თქვენ ერთ მაგალითს, როდესაც ამერიკა დაუდგა თავის პარტნიორის ინტერესებს გვერდით, ისე რომ ეს პარტნიორი ბოლომდე არ გაეწირა, მაშინ მე გეტყვით, რომ ამაში ლოგიკა არის, რომ დღეს საქართველოს ამერიკისკენ თუნდაც გაიხედოს, ხო, ერთი დამისახელეთ, ხო არ ვიძახი 2-3, ერთი. ვერ დავასახელებ, თუ არ არის მის ინტერესში, რა თქმა უნდა, პირიქით. რა თქმა უნდა, ავიღოთ ეგერ მაგალითად ბოლო მაგალითები რა. ავიღოთ მაგალითად უკრაინაზე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ. ეს ჩემთვისაც უყურებ ამას მაგალითად უკრაინის ტრაგედიას, მე აი უკვე განხილვაც კი მიჭირს, იმდენად დიდი, იმდენად საშინელი ხდება, ესე ყოველდღიურ ღია ეთერში 500,000. 500,000 ჯეფრი საქსის სიტყვები. და არა მარტო ჯეფრი საქსისი, ვინც არის ნორმა ყველა კოლონელ დუგლას მაგრეგორი და ასე შემდეგ. კი და ყველა ობიექტური ის იგივე ციფრებს იძახის, ფაქტია და მეომრები ახალგაზრდები აღარ არიან იქ და ასე შემდეგ. ავიღოთ ვიეტნამის ისტორია, ხო? როგორ დამთავრდა ეს ბრწყინვალე მაგალითი, ხო და პარადოქსი ის არის, რომ ზუსტად იგივე სცენა ვიხილეთ ჩვენ ვიეტნამში. აბსოლუტურად გეთანხმებით. როცა გარბოდნენ ისინი და ვერტფრენები, ხომ გვახსოვს ვერტფრენებს რო აღტებოდნენ. ოღონ ახლა იქ ვერტფრენი კი არ იყო, თვითმფრინავი იყო ქაბულში. აი ახლა ეს გასაგებია, რომ ეს ფერადი რევოლუციის სცენარია და რასაც მოიტანს, ის ფერად რევოლუციას არცაც სიკეთე არ მოუტანია პირით. რა თქმა უნდა, ეს ახლა უკრაინა საკრალური ღორია მათთვის, ანუ ეს ესე იყო. რაზე არის საუბარი, როდესაც ლინცი გრემი, სენატორი ამერიკის გამოდის და ამბობს, რომ ამაზე უკეთესი ფული ჩვენ არ დაგვიხარჯავსო. კი ბატონო. ანუ ამაზე უკეთესი ფული თურმე ინვესტიცია არის საუკეთესო, როდესაც კლავს უკრაინელს. და ამას თვითონ პირდაპირ გეუბნება, იმიტომ რომ ნახეთ, რო გავიგოთ დღეს რა ხდება უკრაინაში, ესე მარტივად ვერ მიაწოდებ ადამიანს, იმიტომ რომ უნდა გესმოდეს ფსიქოპატია, ნარცისიზმი, მე ეს ადამიანების აღმავლობა კაპიტალისტურ რეჟიმში, როგორც იყო ამერიკა, თუმცა კაპიტალისტური რეჟიმი ამერიკის და ურთიერთობა ცოტა სხვა არის დღეს, მაგრამ ეს უნდა გესმოდეს ეს ადამიანები როგორ აზროვნებენ. ძალიან დიდ ფსიქოპატიასთან გვაქვს ამერიკის პოლიტიკაში საქმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მათგანი და მე ვიცნობ ძალიან ბევრს დენ კრენშო, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი არის, რომელთანაც სუკამათი მქონდა ამაზე და ძალიან მარტივად უყურებს ამ ყველაფერს, სიგნალში აქვს ჩემთვის მოწერილი, რომ საერთოდ არ აინტერესებს რამდენი უკრაინელი მოკვდება. სანამ მისი ქვეყანა აკეთებს ფულს ამ ომზე, პირდაპირ აქვს ჩემთვის მოწერილია ეს. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ ამერიკელს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში MKUltra აქვს ჩატარებული, ანუ საკუთარ ხალხზე აქვს ექსპერიმენტები ჩატარებული, დახოცილი ყავს საკუთარი ხალხი, იმას უკრაინელი უყვარს? როგორ არის საკუთარი თუ არ გეყვარება, სხვა ვერ შეიყვარებო, ანუ იმას უკრაინელი ადარდებს? აი ახლა კიდე ამასთან დაკავშირებით, აი ჩვენ პერკინსზე ვისაუბრეთ. ვახსენეთ უბრალოდ, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ვერ აცნობიერებს იმ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული ვაშინგტონის კონსენსუსის პოლიტიკის გატარების გამო. ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ნეოლიბერალიზმის დოგმების დანერგვის გამო საქართველოს ეკონომიკაში, ხო? და ხელისუფლებაში ამ იდეოლოგიის, ამ მავნებელი იდეოლოგიის ადამიანების ჩანერგვის გამო. აქ კულტურული იმაზე რა ქვია, ნეოლიბერალიზმზე, სოციალ-ლიბერალიზმზე, საერთოდ ამ სოციალური ინჟინერიაზე ვილაპარაკოთ შევსწავლოთ. აი ეს პერკინსი, რომელიც მეგობარია, ხო, შენი და ესე იგი. ხო და ჯონ პერკინსი, ну მისი წიგნი ცნობილი ეკონომიკური აღსარება, ეს ბესტსელერია, ხო? ხო და აი ახლა ვისაუბროთ საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო იყო, საქართველოს ეკონომიკა სანამ ის, ესე იგი, აღმოჩნდებოდა ამ გეოპოლიტიკურ არეულობაში. და იმ გულუფხილორწმენით, რომ სადღაც ჩვენ გველოდნენ. და ედვარდ შევარდნაძეს რო აძლევდნენ გარანტიას, ჩემი მეგობარი ბაიკერიო რო იძახთ, ამაზეც ვისაუბროთ, დიახ. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ ამითი. საბჭოთა კავშირი დაიშალა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. ბევრი ამბობს იმას, რომ ამერიკამ დაშალა, ეს არის აბსოლუტური იდიოტიზმი. საბჭოთა კავშირი დაიშალა შიგნიდან. ოღონდ დაიშალა იმიტომ, რომ ადამიანებმა, ვინც საბჭოთა კავშირს მართავდა, დაიჯერეს დასავლეთის promises, ანუ დაპირებები. კი ბატონო. ეხლა უყურეთ რა მოხდა. გორბაჩოვი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა საბჭოთა კავშირის დაშლის და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს გორბაჩოვის
დასავლეთთან ურთიერთობა. დღესაც ბევრი რუსი მას გამყიდველს ეძახის და სწორედაც აკეთებს, იმიტომ რომ მიუხედავად მე ხა შენ როგორ მაგალითად მავნებ ეს რეზულტატი ხო არ რომ შენ მავნე. შენ თუ ეს შემთხვევით მოგივა თუ განზრახულად ეს არ მაინტერესებს, ანუ რეზულტატი გვაქვს რომ მავნე, ხო? შეცდომა როგორც ტალეირანი იყო და უარესი ვიდრე დანაშაულის შეცდომა. რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ძალიან სწორი სიტყვებია. და გორბაჩოვი იყო მათი პირველი, ესე ვთქვათ, მსხვერპლი, რომელიც ამერიკის ინსტიტუტები, განსაკუთრებით CIA, ამას ხშირად აკეთებს. ანუ ამოირჩევს ძალიან ბრაიტ ფიგურას სხვადასხვა ქვეყნებში. შემდეგ მასთან მივა მოლაპარაკებებით, ანუ მოლაპარაკებებით რომ დაპირებებით, რა თქმა უნდა, შეთავაზებებით. და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცა ფულზე იყიდება. არა, გორბაჩოვი ფულზე არ გაყიდულა, გორბაჩოვი გაიყიდა იდეაზე. ანუ გორბაჩოვი შესთავაზეს ეს, რომ გეცოდინებათ მარშალ პლანი, მარშალის გეგმა. ისიც გეცოდინებათ მარშალის გეგმა იყო მხოლოდ იმისთვის განკუთვნილი, რომ ევროპაში ამერიკის, ასე ვთქვათ, ინფლუენსი, ქართულად რო გამახსენოთ, გავლენა, დიახ, დამკვიდრებული იყო, ხო? და ვნახეთ, რომ მარშალ პლანმა, მოკლედ, ვინც არ იცის, რომ უცებ ავუხსნათ, მარშალის გეგმა იყო ესეთი გეგმა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპა იყო მუხლებზე და ასევე საბჭოთა კავშირი, რაღაც უნდა გაეკეთებინა ამერიკას იმისთვის, რომ ევროპას დახმარებოდა. ოღონდ, როგორც ვიცით, ამერიკა დასახმარებლად, რომ პროსტა ვიღაცას დაეხმაროს, ესე არასოდეს არ იქცევა. ამიტომ რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები ჰქონდა ამ ყველაფერში და თქვა, რომ ჩვენ დაგეხმარებით, მოგცემთ ვალს, მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ფეხზე დადგეთ, ოღონდ ეს ტრეიდი მსოფლიოში უნდა მოხდეს დოლარით. თქვენ უნდა ჩვენი კურენსიზე გადმოხვიდეთ, როგორც მაგალითად ჩინეთი თუ რაღაცას გაყიდის გერმანიაზე, თურმე დოლარით უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და ეს სხვა გზა არ იყო, იმიტომ რომ როდესაც საერთოდ არაფერი არ გაქვს ადამიანს, იმ ცუდილსაც აიღებ, ხო? ანუ ესე არის. თუმცა საბჭოთა კავშირის ლიდერმა მონსტრმა თუ არა მონსტრმა ეს თქვენ გადაწყვიტეთ. გადაწყვიტა, ვიცით ისე გასაუბარი, რა თქმა უნდა. ეს დილ არ მიიღო. არ მიიღო, კი ბატონო. და დაინახა იმის ზუსტად რაც იყო რა, ანუ შეიძლება მონსტრი იყო, როგორც ჰიტლერი, მაგრამ ჭკვიანი მონსტრი იყო. ანუ ვიცით რა არის, არ ყოფილა სულელი ადამიანი, რომელსაც მოატყუებდი და ამავდროულად. ნამდვილად არ ყოფილა. არც ჰიტლერივით მონსტრი იყო. ჰქონდა თავის, რა თქმა უნდა, ის იდეალიზაციისგან შორს ვარ. მაგრამ ის რომ დაუშვათ ის ჰიტლერთან გავაიგივოთ ეს არ არის. არა, გეთანხმებით აბსოლუტურად. ამიტომ თქვი, ვისაც მონსტრი გონია ხა თავისი აზრია, ვისე მე საერთოდ სხვა აზრი მაქვს სტალინზე, არც იქით ვარ, არც აქით ვარ. ანუ ამას ხვანაირად აუხსნი. მე მგონია რომ ცოტა უფრო იდეალისტი იყო, ვიდრე სტალინის იყო მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, რომელზეც არსებობს ყველაზე დიდი ლიტერატურა, რელიგიური ლიტერატურის შემდეგ. კი ბატონო და ძალიან ბევრი აზრი. ხო, მან ეს არ მიიღო. ამიტომ ეხლა ნახეთ რა მოხდა ევროპულმა ქვეყნებმა დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ბუსტი დაინახა უცებ. ძალიან მარტივი იყო ამ ყველაფრის ამერიკული ფულით გასწორება. თუმცა long term-ზე მათი ეკონომიკა ანუ ვერ განიცადა ხანძრის დროის განმავლობაში სტაგნაცია განიცადა. და განიცადა რა, რომ დღეს ყველაზე დიდი მარკეტი ევროპაში არის ამერიკით მართული, ხო ასეა? კი ბატონო. ხო, მაგრამ საბჭოთა კავშირს ეს არ მიუღია, ამიტომ საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა ეს ბუსტი. გორბაჩოვმა გადაწყვიტა, რომ ამერიკელები მზად არიან იმისთვის, რომ დაგვეხმარნონ. ახალი მარშალის გეგმა. რა თქმა უნდა, ახალი მარშალის გეგმა, ანუ რეაბილიტაცია მოხდა ესეთი რაღაცის. და გორბაჩოვი შეპირდნა, რომ შენ იქნები ის კაცი, ვინც ამას გააკეთებს, ანუ ამ ყველაფერს მისცემს საკუთარ ნაციას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ხა ამას ვინ არ წამოეგება და დაიწყო ეს ურთიერთობები გორბაჩოვსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო გეგმა არის. და ამაზე თვითონ CIA.gov archive-ზე აქვს ათასობით დოკუმენტი, რომელიც მე პირადად მაქვს თვეობის განმავლობაში ყველაფერი დეტალურად წაკითხული. ამაზეც გეტყვით შევარდნაძის როლს ამ ყველაფერში. ეხლა ნახეთ რა ხდება. გორბაჩოვთან ერთად ესმით რა, რომ რუსეთის განადგურებისთვის, ანუ ჯერ რატო ანადგურებენ, კიდე კითხვა არის, რა გინდა, ხო? ანუ ხო შეიძლება რომ მეგობრულად მიუდგე პარტნიორულად მიუდგე, მაგრამ არა, მათ დოქტრინაში წერია, ეს თავიდანვე CIA-ის არქიტექტს ეძახდნენ 딘 ეჩისონი და რობერტ ლოვეტი, თავიდანვე წერდნენ, რომ ამერიკას არანაირი მეგობარი არ ეყოლება, ეყოლება ან ვასალი, ანუ მონა. ეს პირდაპირ უწერიათ თან. კი, ან ცნობისთვის, მეგობრებო, ცნობისთვის. კი ბატონო, ან მტერი. კი ბატონო. ანუ ლოვეტის სიტყვები არის, პირდაპირ გეტყვით, from now on, ანუ
აქედან ამერიკას აქვს two threats, უბრალოდ ვერ გადავთარგმნე ახლა threats, მაგრამ მოდით ხო არა უშავს გასაგებია. ნავი პედლინგი ასე ვთქვათ, ერთი არის ღია ომისთვის, მეორე აბსოლუტურად დახურული სიმშვიდისთვის. აი ხა თქვენ გადაწყვეტეთ, როდესაც არქიტექტორი მამა საგარეო პოლიტიკის ამერიკის ამბობს ამას. მე მგონი ლოგიკას მოკლებულია, რომ ვთქვათ, რომ ამერიკა ფისკიფერია და ხო ასეა. შვიდობის ყოფილი. ხო, რა თქმა უნდა. და ნახეთ რა ხდება. გორბაჩოვთან ერთად ირჩევენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სხვადასხვა ლიდერებს, ვისთანაც მათ კომუნიკაცია უნდათ. და ესეთი ერთ-ერთი არის ედვარდ შევარდნაძე. ну რა თქმა უნდა, ხა როგორც ბავშვი, რომელიც დაიბადა საქართველოში, მაინტერესებდა რა შემიძლია ვიპოვო CIA-ის არქივში შევარდნაძეზე. ეხლა მე მგონი ერთადერთი ქართველი ვინც ეს გააკეთა, რომ აი ყველაფერი მოვძებნე CIA-ის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება შევარდნაძის კი, და არა მარტო დამოკიდებულება, მას ქვია ანალიზი. ანუ ყველა ქვეყანაში ყავთ ყველა ლიდერის მიუჩენენ ესე აგენტს, მაგალითად ჯონ ნიქსონი, როგორც გითხარით, სანამ შემოვიდოდით სტუდიაში იყო სადამ ჰუსეინის ბიოგრაფერი, ესე ეძახიან და ყველაფერს უყურებენ, ანუ რა ფსიქის ადამიანია, რატონის განათლება აქვს, რატო იცმევს თქვა წითელ ან მწვანე ნასკებს, ხო, თუ როგორ არის ქართულად? კი. წინდებს, კი ბატონო. ანუ ბოლო დეტალამდე იციან ვინ ხარ. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არ იცი, იმას ვერ აკონტროლებ, ხო ასეა? აირჩია შევარდნაძე, ეხლა სხვა ქვეყნებზე არ ვილაპარაკებ, მოდით რო არ გაგვიგზავნა საუბარი, მხოლოდ საქართველოზე ვისაუბრებ. კი, ძალიან საინტერესო მოусმინოს მაყურებელმა. და შევარდნაძეზე დღეს მე მგონი ეს მითი კიდე არსებობს საქართველოში, რომ იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი. მახსოვს ეს, იმიტომ რომ ჩემი მშობლებისგან მახსოვს, რომ შევარდნაძე მელა და ესე და ეს რა მელა. ანუ ეს დოკუმენტები, ეს მითი ამ დოკუმენტებმა აბსოლუტურად დაამსხვრია. შევარდნაძე იყო თავიდან ბოლომდე მარიონეტი დასავლეთის. აბსოლუტური მარიონეტი. ბეიკერი იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ამ ურთიერთობას ძალიან კარგად. ხა რატო შევარდნაძე? ეს კიდევ ვამბობ, ეს გააკეთა არ მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში და სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ საქართველო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ რა უნდათ საქართველოსგან? გორბაჩოვს პირდებიან, რომ რუსეთი და ამერიკა ერთად მეგობრულად მსოფლიოში, როგორც ორი დიდი power, ასე ვთქვათ, წარმართავს მსოფლიოს და მოეხმარებიან რუსეთს, რომ ფეხზე დადგნენ, ასე შემდეგ, როცა შევარდნაძეს მეორე მხრიდან ქართველები უჩხიკინებენ, ხო ესეა? უჩხიკინებენ, რომ შენ რუსეთთან რატოდ გეხარ? არ უნდა იდგე, ანუ აბსოლუტურად შენ ხარ სრულიად სხვა ქვეყნის ლიდერი, შეგიძლია იყო ვთქვათ, ჩამოაყალიბო საქართველო როგორც ქართულად როგორ არის state. სახელმწიფო დამოუკიდებელი ძლიერი სახელმწიფო. და ესეა ის დოკუმენტებიც არ გჭირდებათ, ხა ვისაც კითხვა ეზარება და არ უნდა რომ ამდენ დოკუმენტში ეს მოძებნო, შეგიძლიათ თვითონ შევარდნაძის ინტერვიუები YouTube-ზე მოძებნოთ, იმიტომ რომ როგორც ჟურნალისტი სამი წყარო უნდა მქონდეს ყოველთვის წინ, რომ ეს დავამტკიცო, ხა შეიძლება ვიღაცია ის აგენტს რაღაც ეგონოს, მაგრამ სინამდვილეში ესე არ იყოს, ხო? ამიტომ ყოველთვის ვამოწმებ ამ წყაროებს და ერთ-ერთ ინტერვიუში შევარდნაძე თვითონ ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი ის ტიპი, რომელმაც საქართველოს ჩამოყალიბა state-ად, ამაში დაეხმარა ამას ბეიკერი და ასე შემდეგ, რო არ დაეხმარა. კი, მაგრამ იგივე სტილის ინტერვიუში სიკვდილის წინ ამბობს, რომ ბეიკერის ყურმელს აღარ იღებდა დანარეკს. ანუ რა მოხდა მათ შორის? გორბაჩოვი გამოიყენეს, გორბაჩოვი ამას ძალიან სწრაფად მიუხვდა. ამიტომ დაიჭირა ძალიან დიდი დისტანცია. გორბაჩოვმა მიიყვანა შევარდნაძე საგარეო საქმეთა მინისტრად თუ გახსოვთ რუსეთში. კი ბატონო, დასვა და შემდეგ გორბაჩოვს და შევარდნაძეს ურთიერთობები ძალიან გაუფუჭდათ. და გაუფუჭდათ რატო? გორბაჩოვს ასე ვთქვათ, გვერდზე გაწია ამერიკამ გორბაჩოვი, რადგან შევარდნაძე იყო უფრო მარტივი სამართავი და მიხვდნენ, რომ გორბაჩოვის როლი მოხდილი იყო აპოვნინა შევარდნაძე, აპოვნინა სხვადასხვა ლიდერები ყოფილი. ეს ჭირდებოდათ როგორც ტიპი, რომელიც შუამავალი, რომელიც ამ ყველაფერს დაალაგებდა, აპოვნინებდა და, ნუ, ხო ხვდებით. გაუკაფავდა გზას. კი ბატონო, და გაუკაფა კიდევაც სამწუხაროდ. მაგრამ ეს მოხდა გორბაჩოვის არა გათვლილი გზებით, არამედ შეცდომებით. გორბაჩოვი როდესაც ამას მიხვდა, ჩამოშორდა არენას, ეს ძალიან vividly იყო ეს ყველაფერი, ან ძალიან მარტივად დასანახი, კი. და შევარდნაძეს წავიდა დიდი აქცენტი, რადგან მიხვდნენ, რომ შევარდნაძის მართვა შეძლო თავიდან ბოლომდე, ეს შეძლეს კიდევაც, სხვათა შორის ძალიან ბევრი დღეს
ვისაც შეუძლია რომ ეს გადაცემა ნახოს და არის აფხაზეთიდან დევნილი და ძალიან მტკივნეულია მათთვის ეს თემა და ვიცი რომ არაფრის გაგონება არ უნდათ ხოლმე. რუსეთი მარტო ერთი წყარო დამნაშავის არ არის ამ ყველაფერში. შევარდნაძე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე იმაში, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და არა რუსეთი. ამას ვიტყვი აბსოლუტური პასუხისმგებლობით. ეს ძალიან ჩახლართული თემაა, სხვა დღეს ალაპარაკოა, ამ დღეს ცოტა ჩანს დოკუმენტალურად. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის. ანუ, როდესაც იელცინს ესაუბრებიან იმის შესახებ, რომ არ უნდა გაუშვას საქართველოსნაირი ქვეყნები და დესტაბილიზაცია არ უნდა მოახდინოს და არ უნდა დაანებოს ეს კავკასიაში, შევარდნაძეს ესაუბრებიან, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთთან არ უნდა დარჩეს. ანუ ორ სხვადასხვა ნარატივს აძლევენ. ეს სადამ ჰუსეინმა ძალიან კარგად იცოდა, ბევრჯერ გაუკეთეს ეს, ორ სხვადასხვა ნარატივს აძლევენ და შემდეგ ზეწოლას ანხორციელებენ ორივეზე. კი ბატონო. ესე დავკარგეთ 2008 წლის ომიც ეგრე იყო ზუსტად, მაგაზეც ვისაუბრე. კი ბატონო, როგორც თქვით, რომ დავიწყეთ გადაცემა, ერთი და იგივე სცენარით ვითარდება ყველაფერი. და საერთოდ ნათქვამი ამერიკელებს აქეთ გამოთქმა არ არის ქართული შესაძლებლობა, ამიტომ ინგლისურად ვიტყვი fool me once, right? და fool me twice my fault already. ანუ თუ ესეთი სულელი ხარ ორჯერ და სამჯერ გატყუებენ, იქნებ იმსახურებ. კი. ხო ესეა. ხო და მე არ ვამბობ, რომ მონსტრი არ არის ამერიკა, რა თქმა უნდა, მონსტრია, მაგრამ შენ რო სულელი ხარ, მისი ბრალი არ არის. აბარა. ხო, ესე შევარდნაძე, ესე გადაიბირეს, შევარდნაძეს ისევ ილუზიები დაუხატეს, რომ საქართველოს გამოიყოფოდა რუსეთს და იქნებოდა state და ამ ყველაფერს ეს ყველაფერი შევარდნაძე მიხვდა, რომ მაგრად მოატყუეს, როდესაც სააკაშვილი წამოვიდა არენაზე და იმდენი გონება ქონდა რომ მივხვდარიყო რომ სააკაშვილი დასავლეთის კაცი იყო. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც შენ ხარ დასავლეთის ფიგურა, როგორც შევარდნაძე და ბეიკერთან მიდიხარ იმაზე ფიშინგზე რა, თევზაობაზე, ხო? ხო, თევზაობაზე და თან ახალი ჩასულია შევარდნაძეს, მეორე დღეს მოხდა ეს არის CIA-ის არქივებში და არა მარტო არქივებში, YouTube-ზე თვითონ შევარდნაძე საუბრობს ამაზე. ახალი ჩასულია და მეორე დღეს ბეიკერი ეუბნება რომ წამოდი ჩემი ვილა განახო, გადაგაფრინო და ვილა განახო, ახალი ვილა რომელიც შევიწინე. დამიჯერეთ რა, სუიძახი რომ უფრო მეტად ამერიკელი ვარ ვიდრე ქართველი, იმიტომ რომ იქ გავიზარდე ის არის ჩემი სამშობლო, ესე ვხედავ. არც ერთი ამერიკელი ვიღაც უცხოს ლიდერ საკუთარ ჰაბიტეტში მეორე დღეს არ მიიყვანს ინტერესების გარეშე. ხო ხვდებით? ანუ ყველაფერი ხდებოდა იმიტომ რომ სჭირდებოდათ რომ შევარდნაძე წასულიყო რუსეთის წინააღმდეგ, ესეც მოხდა. ეს ილუზიები რომ შევარდნაძე იქნებოდა ის კაცი ვინ ჩამოყალიბებდა საქართველოს როგორც state და ასე შემდეგ. შევარდნაძე მიხვდა რომ ეს ილუზიები დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ახალგაზრდაზე გაცვალეს. ანუ სააკაშვილზე გაცვალეს და შევარდნაძეს უთხრეს რომ დროა წახვიდე. ამიტომ არ იღებდა ბეიქერის დანარეკ ყურბილს. იმიტომ რომ ბოლომდე უნდოდა საკუთარი ნაქნარის ასე ვთქვათ რეალიზაცია და დაენახა ის რომ რასაც პირდებოდნენ და თურმე ეს არ მოხდა. აფხაზეთიდან წერილებს წერდა ბეიკერს. დარწმუნებული ვარ, ეს წერილები მე შევარდნაძე არ მაქვს ნანახი და რას წერდა ბეიკერს, მაგრამ კომუნიკაცია ყველაფერი ნანახი მაქვს, რაც მათ შორის მიმდინარეობდა ტელეფონის სახით და პირდაპირ. რაც ყველაფერი არის აღწერილი CIA-ის. სოხუმიდან წერდა მე მახსოვს ეს კარგად. აჟღერებდა ამას მოამბე. ესე იგი და იყო ეს რომ აი მე დემოკრატიისთვის დიდი ღვაწლი, დიდი შრომა მაქვს მოკლედ გაწეულიო. ბერლინის კედლის დანგრევისთვის, ამ საბჭოთა კავშირის დანგრევაში. სულ ამბობს ამას თვითონ ძალიან. ხო და ახლა აქერევა სოხუმშივე ბობავენო და მიშველეთ რამეო. და ეგეთ სულისკვეთება იყო. კი, და ეს აწყობდათ რომ საქართველოს ეხა უფრო ძალიან საინტერესო რაღაცად გეტყვით რა შუაშია ნავალნი აფხაზეთის საქმესთან, ხო? აი იმ ქართველებს, ვისაც დღესაც ჯერა რომ ევროპა შენთან დგას და დღეს ჯერა რომ ამერიკა შენთან დგას. ეხა ძალიან მარტივად აღიხსნით როგორ გატყუებენ. და ვინ დგას რეალურად შენთან იმასაც გეტყვი. ნავალნი იყო ეს ფიგურა რუსეთში, რომელსაც ძალიან დიდი ფული დაეხარჯა იმაზე, რომ ეს ნავალნი წარმოედგინათ როგორც დემოკრატიული ლიდერი და ასე შემდეგ, თუმცა გავრცელდა ვიდეოები მისი და MI6-ის აგენტების შეხვედრის და ასე შემდეგ. კაფეში. რა თქმა უნდა. ეჭვი არავის ეპარებოდა მანამდეც, ანუ ჩვენ ვინც ამაში ცოტა გაწაფულები ვართ, ანუ ინვესტიგეიტივი ჟურნალისტები გამოძიებელი, ანუ ვიცოდით რომ ეხა ნავალნი ორი აზრი არ იყო, რომ დაფინანსებული იყო ამერიკისგან, იყო ზუსტად იგივე პროექტი, რაც ჩაუტარეს რუსეთს 91-ში, რომ რუსეთი დაეშალათ, ნავალნი იყო ზუსტად ეს პროექტი. ეხლა უყურეთ რა ხდება. თუ ამერიკა თქვენი მეგობარია
ნავალნის განცხადებებს უყურეთ. ანუ ნავალნი არის მათი კაცი, ამაში ხო არავის ეჭვება, არეპარება. მათ ამბობს მათსაც აჟღერებდა. რა თქმა უნდა, არა, ხოდა ამას ვამბობ, ანუ ეჭვს ხო თვითონ ამერიკაც იძახის, რომ მათი კაცია, ანუ დააჯილდოვეს, ამას ხო ეჭვი ხო არავის არეპარება. ეხლა უყურეთ. თუ საქართველოს ინტერესები აქვს ამერიკას გულში. ნავალნის ყველა განცხადება, სადაც საქართველოს ნახსენები, ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოსი არ არის. და ეს უნდა იყოს რუსეთის იმპერიაში, აფხაზეთი. რამე მეშლება? არა, რა თქმა უნდა. ეხლა მაშინ ესე განვიხილოთ ეს საკითხი, თუ ნავალნი არის ამერიკის კაცი, რაც ვიცით, დავამტკიცეთ, რომ არის. ხო ესე თვითონ ამერიკა აღიარებს ამას. აჯილდოებენ, ცოლის უხდიან გადასახადებს, რავი, სასწაულები ხდება. ვიცით, რომ მათი არის. ძალიან გაუჭირდება ამერიკას, რომ ნავალნის მის თითება მისცეს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა საქართველო და მოდი ეს არ თქვა. რა თქმა უნდა, არ გაუჭირდებოდა. არა, არავითარ შემთხვევაში. თუნდაც მეგობრულად რომ ეთქვა. უარესი განცხადებები აქვს ნავალნის გაკეთებული საქართველოსთან მიმართებაში. ეხლა ნავალნი არის, მე მგონია რომ ვეზიზღებოდი რაღაც მომენტში. კი. ეხლა იყო. ხო. და ეხლა უყურეთ რა ხდება. ეს რა არის ამის ინდიკატორი? ანუ ამერიკას არ უნდა რომ შენ აფხაზეთი კონდეს. ამერიკას უნდა რომ შენ რუსი ყოველთვის გეზიზღებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის კონფლიქტში რუსის ძალიან პატარა როლია რა. ანუ აი ხო ძალიან შოკს ვამბობ თქვენთვის, მაგრამ ესეა. აი რუსეთი ერთადერთი ყველაზე დიდი დანაშაული რუსეთის აფხაზეთის ომში არის ის, რომ როგორ გითხრათ, წამოეგნენ აბსოლუტურ პროპაგანდას. და ამერიკა მატრიალა რუსეთი, იელცინის რუსეთი, როგორც უნდა ეს იელცინიც მიხვდა ამას ბოლოს და ამიტომ ორივე ეს ქვეყანა დაატაკა ერთმანეთს იმისათვის, რომ ერთმანეთი ძულებოდათ. მარტივია ეს, ძალიან მარტივია. კი ბატონო, ეხლა უცებ ვისაუბროთ პერკინსზე, მკითხეთ, ანუ ვინ არის პერკინსი? ჯონ პერკინსი არის ძალიან საინტერესო ფიგურა. ესეთი ფიგურები ერთი არ არის, ეს ერთი ვიცით, მაგრამ ჯონ პერკინსის ნაირები არიან ასობით ამერიკაში. ჯონ პერკინსი არის ეკონომიკური ჰიტმენი. ჰიტმენი ქართულად არ ვიცი როგორ გადავთარგმნო, იქნებ მომეხმარო თამაში. ჰიტ დარტმას ნიშნავს, ანუ ვინც ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს. კი, აი ზუსტად. ჯონ პერკინსი, ესე იგი მისი მთავარი, ასე ვთქვათ, არეალი იყო ლათინო ამერიკა, თუმცა ყოფილ სოვიეთ ქვეყნებშია ძალიან ხშირად ნამყოფი და რას აკეთებს ჯონ პერკინსი? აი ძალიან მარტივად რო აგიხსნათ. ჯონ პერკინსი მიდის ლიდერებთან ისეთი ქვეყნების, როგორიც ვართ ჩვენ. აი მაგალითად, აი განვითარებად ქვეყნებს, რასაც ვეძახით, third world countries, როგორ იქნება ქართულად, არ ვიცი. კი, მესამე სამყაროს ქვეყნები. კი ბატონო, მესამე სამყაროს ქვეყნები და უყენებს ესეთ ულტიმატუმს. ჯერ რა თქმა უნდა, ყველაფერი როგორც ამერიკას ჩვევი არის, ძალიან ბედნიერად, მეგობრულად, იქ დალევა, რაღაც პარტიის ანტურაჟი, რა თქმა უნდა და ჯონ პერკინსიც, ანუ თავისივე მონაყოლებიდან ყვება იმას, რომ ბოუთზე, ანუ იმაზე რა ქვია, იახტებზე და ასე შემდეგ და ნუ მიდის ამ ლიდერებთან დაუნება ძალიან მარტივ რაღაცას. იცი რა არის, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ქვეყანას უჭირს. ანუ ამას ძალიან კარგად ხვდებით და ჩვენ გვინდა რომ თქვენ მოგეხმაროთ, როგორც გვეხმარებიან ჩვენ დღეს. და მოლაპარაკება არის ესეთი, ჩვენ მოგცემთ ძალიან დიდ ფულს იმისთვის, რომ თქვენ ფეხზე დადგეთ. ამ ფულს მოგცემთ IMF-ისგან, სხვადასხვა, ანუ IMF-ი გეცოდინებათ სხვადასხვა ასეთი ორგანიზაციებისგან და თქვენ შეგიძლიათ ფეხზე დაუღოთ. და ძალიან მარტივია, ეხლა რა უნდა გააკეთოს ამისთვის ლიდერმა, რომ ეს ყველაფერი მიიღოს, ხო? ხო. ყველაფრის პრივატიზაცია უნდა მოხდეს. ეს საქართველოში თქვენ first hand ნახეთ ეს ყველაფერი მიშასთან. ეხლა ნახეთ პრივატიზაციას რას გულს ბევრს არ ესმის ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს. პრივატიზაცია არის ის, რომ ის დღეს რესურსები რაც საქართველოს გააჩნია, რაც ბევრი არ არის, მაგრამ ხო არის რაღაც, ხო? რაც თუ ცოტა. ხო. ეს რესურსები უნდა გადავიდეს ერთი რამოდენიმე ადამიანის ხელში. ეხლა წარმოვიდგინეთ, ქვეყნის რესურსები რატომ უნდა ეკუთვნოდეს რომელიმე ადამიანს, ხო? აი, რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რესურსია, ხო ასეა? მაგრამ და ეს არის deal ქართულად როგორ იქნება მოლაპარაკება ესეთია. გარიგება. კი ბატონო, გარიგება ესეთია, ანუ ქვეყნის რესურსები უნდა გადავიდეს რამოდენიმე ადამიანის ხელში. ეხლა ნახეთ რა ჭკვიანური გათვლაა. ლიდერი, რომელსაც ყავს ოჯახი, მეგობრები და ადამიანები, ვისთან სიმპათიურად არის განწყობილი. ამაზე ეუბნება ჯონი პირდაპირ, ყველა ეს ადამიანი იქნება მილიარდელი. არასოდეს არ არსებობს ადამიანი შენი წრის ირგვლივ, რომელიც დარჩება ამ ფულის გარეშე. ოღონდ
ეს პრივატიზაცია უნდა მოხდეს. ეხლა რატო ხდება ეს პრივატიზაცია? რა შუაში ადამიანი, თქვენ მიპასუხეთ ამაზე, თქვენი აზრით რა ინტერესი მაქვს მე რომ პრივატიზაცია მოვახდინო ვიღაცა თუნდაც რავი ქართველი მილიონერი დამისახელეთ ვინმე მის საკუთრებაში გადავიდეს საქართველოს რესურსებში კონტროლს ამყარებ მე მისი ფული და ოფშორებში გადავა რომელსაც აკონტროლებ შენ კი ბატონო და აბსოლუტური კონტროლი გაქვს ქვეყანას ზუსტად აბსოლუტური კონტროლი გაქვს ოლიგარქების მეშვეობით რომელიც შენ დააყენე რაც რუსეთ 91-ში თვითონ ნახა და განიცადა სამწუხაროდ აი ეს ყველაფერი მოდის აქედან მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება არიან ლიდერები რომელსაც მართლა უყვარს თავისი ქვეყანა და მას არ იზამს გადახედავს ეკონომიკურ გეგმას და მიხვდება რომ IMF-ის ვალი იმხელა რომ ვერ გადაიხდის ეხლა უყურეთ რა ხდება ბანკი გეცოდნებათ როგორ მუშაობს ხო თქვენ გინდათ სახლის ყიდვა და მიდიხართ ბანკში რომ აიღოთ ვალი ეხლა უყურეთ ბანკი რომ შეამოწმებს თქვენს ესეთს რა გაქვთ რა გაგაჩნიათ ხო გეტყვით რომ მაპატეთ მაგრამ თქვენ ახალს ვერ გადაიხდით კი არ ყოფნის ამიტომ ბანკის ვალს ვერ მიიღებთ ეხლა უყურეთ რა ხდება ამერიკა გაძლევს ვალს რომელსაც ბანკი არ მოგცემდა ანუ ძალიან დიდ ვალს რომელსაც გადაიხდი დიდი პროცენტით და იცის რომ ამას ვერ გადაიხდი მაშინ რატო გაძლევს აქტივები უნდა რა თქმა უნდა კიდევ გეუბნება ეს რაღაცას თუ ვერ გადაიხდი პრობლემა არ არის მოვალთ და მილიტარული ბაზა დაგვადგმევინე შენს ქვეყანაში. არ არის პრობლემა, უვალს გაპატიებთ, ანუ რაღაცას მოვახერხებთ ამ მხრივ. ესეთი მოლაპარაკებები ჯონ საქს გაკეთებული 1000-ობით. კი ბატონო, რასაც მხატვრულად აღწევს თავის ნაწარმოებში. კი, და ამას შეეწირა ძალიან ბევრი ლიდერი. ეხლა უყურეთ, ყველაზე მთავარი რა არის ამაში? მეორე რა არის? ანუ რო უარი თქვას მე რა ხდება? ტყვია. რა თქმა უნდა. ან ფერადი რევოლუცია. კი, და ეხლა ჯონის პირდაპირ სიტყვებს გაგიმეორებთ. აქეთ მიჭრევს მილიონები, აქეთ იარაღი. არჩევანი შენია. კი ბატონო. რამდენი ლიდერი შეეწირა ამ? გეტყვით ეხავე, ერთ-ერთი რომელიც ჯონის ცხოვრება შეცვალა ხოსე რულდოსმა. ეს არის პანამას ლიდერი. პანამის ლიდერი. იდეალური კაცი. ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი კაცი, რომელსაც ესმოდა ეკონომიკა, ანუ ერთ-ერთზე ეკონომიკა და ამ ყველაფერს რო გადახედა ჯონი პირადად აქვს ჩემთვის მოყოლილი ეს ჩემს გადაცემაში, რომ ვიყავით იახტაზე, უყვარდა ძალიან დიდი ფართის ტიპი იყო და ანუ სულ ყველგან ფართი ქონდა ეს. მოკეიფე ზუსტად ესეთი ქონდა თავიდანვე ხა ხოსე რულდოსი რულდოს არ მაპატიეთ ტორიხოს ომარ ტარიხოსი. ომარ ხოსე რულდოს მეორე ვიქტიმარი და მაგას მეორე მსხვერპლია და აგერი ხო. ტარიხოსი იყო თავიდანვე შეძლებული ადამიანი, ამიტომ ფული არ სჭირდებოდა. და ჯონს ეძახდა ხუანიტო. და უთხრეს რაღაცა რომ ხუანიტო, ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ შენ ფულით ვერ გამაკვირვებ. ანუ მე ხა ყველაფერი მაქვს რა, აი გაიხედე ირგვლივ, სად ვარ, რას ვაკ, ყველაფერი მაქვს. ჩემს ირგვლივ ყველაფერი აქვს. მე ხა მინდა რომ ჩემ ქვეყანას გავუკეთო. რაღაც კარგი. და შენ მოდიხარ და ესეთ რაღაც მეუბნები, ეს ჩემი ქვეყნისთვის არის კატასტროფა. თუ დააქციო ქვეყანა. რა თქმა უნდა. და ყველაზე საინტერესო რა არის? თვითონ ჯონ პერკინს არ ქონდა ბოლომდე გააზრებული რა ბოროტებას ემსახურებოდა და ომარ ტარიხოსი რომ მიხვდა ამას რომ ეს კაცი არ არის მოსული როგორც მონსტრი ეს კაცი არის მოსული როგორც თვითონვე არ ესმის რას აკეთებს რა ანუ ერთ-ერთი ემპლოიერი ხო დაისვა და აუხსნა აბსოლუტურად ყველაფერი ჯონს ანუ რა მოუვა ჩემს ქვეყანას მე რომ ეს გავაკეთო ჩემი ქვეყანა აღარ ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც აქ ცხოვრობს, მე რომ ეს გავაკეთო. მონებად გადადიან. რა თქმა უნდა, ვიქნებით აბსოლუტურად ამერიკის მონები და ამას თუ ოდესმე ან რევოლუციით გამოვასწორებთ, ან ყველას დაგხოცავენ. ხო ესეა? და რო დაფიქრდა ჯონი, პირდაპირ მითხრა ჩემს ინტერვიუში, რომ ამან მთელი ცხოვრება ჩემი შეცვალაო. აქედან წავიდა მისი წიგნის დაწერა, გამოსვლა, დადგომა ამერიკის იმპერიის წინააღმდეგ და ამავდროულად. და ომარ ტარიხოსმა უთხრა, რომ რატომ უნდა იყო მონსტრი, წამოდი ჩემთან იმუშავე. ანუ მე მოგცემ ამ სამუშაოს, იმდენ ფულს ვერ გადაგიხდი, მაგრამ ზატო კარგი ადამიანი იქნებიო. და აქედან ამით დაანება ჯონ პერკინსმა თავის საქმიანობას, მაგრამ დაანება მაშინ, როდესაც ომარ ტარიხოსი მოკლეს. ანუ ომარ ტარიხოსი არ დათანხმდა ამას, ანუ ამ მილიონებს, რომელიც ამაში იყო, რომელიც მიშამ აიღო სხვათა შორის და აი ამას იარაღს წავიდა, რომ გარისკავდა იარაღს. და რა თქმა უნდა მოკლეს. ახლა მიშას რაც ეხება. და თქვათ, ესე იგი, მიშას შესახებ. მე ახლა დიდი პრაქტიკა მაქვს მაგ პერსონაჟთან და მის რეჟიმთან ბრძოლის მოიხსენებათ და
ანუ ყოველთავიდანვე ვიძახდი, რომ მიშა იყო ჩვეულებრივი აგენტი. კი ბატონო. თავიდან იმ თავით ვთქვი. კი, მაგასაც გეტყვით. და იმასაც ვიტყვი კიდე, რომ 2008 წლის ომი ეს იყო წმინდა წყლის იგივე სცენარით გააკეთეს ზუსტად როგორც აფხაზეთის ომი. ოღონდ ახლა ერთი რამე უნდა ვთქვათ, როგორც აგენტი ის აუცილებლად მალავდა იმას, ვინ დაავალა ამ ოპერაციის შესრულება. კი ბატონო. ხო, აი ახლა სამწუხაროდ და ამის მერე მიმდინარეობს იგივე ტიპის ოპერაცია ამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოში, რაც მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში იგივე კენედის კვლელობასა და მაგალითად 2001 წლის 11 სექტემბრის ოპერაციებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საერთოდ გონების შეურაცხყოფელი გიჟური აბსოლუტურად მითოლოგია შექმნეს და რომელშიც ამყოფებენ ამერიკელი ხალხის უდიდეს ნაწილს. კვლავ ისევ მეინსტრიმი ეგ არის და ნებისმიერი ადამიანი რომელიც ფაქტებზე აპელირებს კონსპირაციულ თუმცა კენედიზე უკვე აღარავის აღარჯერა. მეინსტრიმსაც კი მიუხედავად იმისა, რომ ეცეთ არის გამოთქმა გვაქვს ესეთი they're not many, they're just squeaky wheel. ანუ wheel რომელიც ხმას გამოსცემს, მაგრამ ერთია. და არა ბევრი. ანუ ამერიკაში მასობრივად კენედის ამბავი ძალიან ნუ ახლა იქ ისეთი აბსურდებია. ეს არის ისეთი საოცარი რამეები, რომელსაც შავზე გეუბნებიან, რომ თეთრიაო. ხო, ახლა magic bullet-ი რო ავიღოთ, ეგ მაგიური ტყვია, რომელმაც ეგ იმოგზაურა. საოცრებად თან გადაღებული როა და აშკარად რო გადაღებულა. დაახლოებით იგივე სცენარი გვაქვს ჩვენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. როცა ვეუბნებიან, რომ ნუ რასაც ტელევიზორში უყურებდი, ეგრე კი არ იყო. არამედ იყო სულ სხვანაირად. რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო რაღაც თქვით ახლა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზუსტად 2 დღის წინ ჩემო მეგობარმა ძალიან ცნობილი ადამიანი არის ერთ-ერთი პირველი ნიუსმენი აბა თუ მიხვდებიან ახლა პირველი ნიუსმენი ჩავიგდო ლინკი როიტერის და აქ ხდება ესეთი ამბები რასაც უყურებთ ხო და უცებ როიტერი გამოდის და ამბობს რომ აგვისტოს ომი საქართველოს დაიწყო ამ ლინკს ჩაგიგდებთ იქნებ ქვემოთ ხალხისთვისაც დადოთ აქამდე არასოდეს როიტერს ეს რაღაც არ გაუკეთებია, ანუ რატო დაწერა ეხლა ეს ყველაფერი? რა საინტერესოა რა? საინტერესოა ძალიან. როდესაც საქართველოს კარგავენ ამერიკელები იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში, ანუ საქართველოს ისტორიაში ყავს მთავრობა, რომელიც არ ანებებს მონურ დამოკიდებულებას ამერიკის ჩვენდამი. და იციან რომ საქართველოს როგორც მონა კარგავენ, იმიტომ რომ საქართველოს იძენს დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს, სადაც სარისკო ნაბიჯებს, ძალიან სარისკო ნაბიჯებს, მაგრამ ამიტომ არის ამხელა პროპაგანდა, რომ რუსები, რუსის აგენტი, ანუ ეს სიტყვა რუსი გახადეს რაღაც ტერორისტად, კნინობით, სალანძღავი სიტყვა გახადეს. რა თქმა უნდა, ეხლა უყურეთ ბოლოს ვინ გააკეთა ეს? რა? ეს კნინობითი სიტყვა ერთ-ერთი ნაციის ან რასის მიერ ვინ იყო? ნუ ადოლფ ალოიზოვიჩი ჰიტლერმა და ჰიტლერმა ეხლა უყურეთ ადამიანები რომლებიც დგანან და დემოკრატიაში და ევროპაში უნდათ რომელსაც დემოკრატია არ აქვს ხოთა შორის რა დემოკრატიაზეა საუბარი როდესაც ოლაფ შვალცი და ბიერბოხის სიტყვები არის კიდევ ერთხელ თავდაცვის მინისტრი გერმანიის ანანაცვლიშვილს რო გავს ძალიან გარეგნობით რა ხო ბიერბოხის სიტყვებია ზუსტად quote-ში ვამბობ ვიმეორებ მის სიტყვებს. ეს არ არის აზრი, მის სიტყვებს ვაკოუთებ. მე არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემი გერმანელი ამომრჩეველი. მის სიტყვებია. ბერბოგის. კი ბატონო. ეს რანაირ დემოკრატია? შენ ამომრჩევლის აზრი თუ არ გაინტერესებს, ეს დემოკრატია არის მინიმუმ ავტოკრატია. მინიმუმ. ხო, ანუ მოდ დავივიწყოთ ეს მითი, რომ ევროპა დემოკრატიულია, ესე არ არის. ამერიკას დემოკრატია კენედის მერე არ უნახავს, ასე რომ ეს მითიც დავივიწყოთ. მე მგონი საკმარისად ვისაუბრეთ რა არის დღეს. რაც შეეხება მიშას, ძალიან საინტერესო, საერთოდ რო დავიწყეთ გადაცემა თქვენ თქვით საინტერესო რამე, არაფერი შემთხვევით არ ხდებაო, ესეთი რაღაც თქვით. გეთანხმებით მაგაში, არაფერი შემთხვევით არ ხდება. მე რო დავიწყე ჩემი კარიერა როგორც ჟურნალისტი, ანუ საერთოდ ჩაბარებული მაქვს, დამთავრებული მაქვს უბრალოდ სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. ძალიან დამეხმარა როგორც ჟურნალისტი, თუმცა მქონდა დაწყებთ ბავშვობიდან ვიყავი მსახიობი და მსახიობობიდან გადმოვედი აქეთ, მოკლედ. ლოს-ანჯელესში. საინტერესო ამპლიტუდაა. კი, სხვათა შორის არც ისე შორს არის ჰოლივუდი პოლიტიკასთან მინდა გითხრათ. მაგრამ საინტერესო რა არის ახლა აქ? ერთ-ერთ ინტერვიუზე საერთოდ საქართველოს არაფერ შუაში არ იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუზე ვარ წასული როგორც ჟურნალისტი და საერთოდ domestic affair, ანუ შიდა საქმეები ამერიკის ამას განვიხილავთ და ერთ-ერთ FBI-ის აგენტთან მაქვს ეს ინტერვიუ, რომელიც დღეს ჩემი კარგი ახლობელი მეგობარია, მაგრამ მაშინ ესე არ ვიცნობდი. და ვახსენე რა, რომ მეუბნებოდა სად იყო დედით რა იყო, მამით რა იყო, ამერიკელია ორივე, მაგრამ აქვს რაღაცა გეცოდინებათ ეს Scottish roots და ასე შემდეგ, ყველა ანგლო-საქსონური roots რა. შოტლანდიური ფესვები. კი ბატონო. და ამაზე ვსაუბრობ და ამაზე ვთქვი მეც, რომ მე ქართული ფესვები მაქვს from Georgia და შემომხედა და გაიღიმა. მე თქვენ პრეზიდენტს ვიძიებდიო. ძალიან შოკის მომგვრელი იყო ხა ჩემთვის FBI აგენტი მეუბნება ჩემ პრეზიდენტს იძიებდა ნუ ვერ მივხვდი უცებ ვის იმიტომ რომ ხა გასულია დრო ანუ მე ვფიქრობ რომ სალომეზეა საუბარი ან რაღაცა სინოდიშერ მიშაზე საუბარი და მე ვკითხე მას რომ იქნებ მითხრათ რატო იძიებდით რა მოხდა და როგორ დანაირად და ადამიანი მიხსნის ეს რაღაცას რაც შემიძლია იმას გეტყვით იმიტომ რომ მე ამერიკის მოქალაქე ვარ და არ მაქვს იმის უფლება რომ რაღაცები ვისაუბრო რაც და ასე ვთქვათ, პრობლემებს შეგიქმნას. რა თქმა უნდა. გეტყვით იმას, რაც შემიძლია რომ ვთქვა. მოკლედ მეუბნება ეს რაღაცას, რომ დაიქირავეს ისრაელის წარმომადგენლებმა, რომ მიშა გამოეწიათ და რა თქმა უნდა, ხა FBI-ის აგენტი არავის სულელი არ არის და 25 წელი FBI-ში აკატარებული ადამიანს და ამის garda plus 10 წელი აქვს, როგორც დამოუკიდებელი investigator, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი გამომძიებელი, კი ბატონო. და რა თქმა უნდა პირველი რაც გააკეთა სანამ მიშას მისდგებოდა გამოიძია ვინ დაიქირავა. იმიტომ რომ ეს იდეა რომ ისრაელს დაექირავებინა მიშას გამოსაძიებლად იყო ძალიან არარეალისტური. ანუ ვიღაცას აინტერესებს ვისი კაცია სააკაშვილი. ეხლა არ ვიცი ვთქვა თუ არა რომელი ქვეყანა დგას იმის უკან, მე მგონი ჯობი არ ვთქვათ, ხო? რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ კარგი ინტენშენ ქონდა ამ ქვეყანას, ანუ უბრალოდ ცდილობდა გაეგო რა ხდება სააკაშვილის თემაში. ერთ-ერთმა ქვეყანამ ესე ვთქვათ. და რა იპოვა ამ ჩემმა FBI-ის აგენტმა აღმოაჩინა თურმე სააკაშვილი არის პირდაპირ ამერიკის აგენტი, რომლის ჰენდლერიც იყო ადმირალი. ჰენდლერი გადავთარგმნით ქართულად, ანუ ვინც გადაიბირა. კი, ვინც გადამბირებელიც არ არის, ისიც არის მენტორია რა, მენტორი, კი, ჰენდლერი და მენტორი, ანუ ვინც ასე ვთქვათ, მას ატარებს. კი, და წვრთნის ისე როგორც საჭიროა. ასე ვთქვათ. ხო, ეხლა განსხვავება რა არის, რომ არის CIA-ს აქვს ორი მხარე, ერთი არის ესეთ არის, რომ მაგალითად გავლენის აგენტი. ხო, გავლენის აგენტი, რომელიც ეხლა შეუძლია მაგალითად რადიო თავისუფლება ავიღოთ, ხო? თავიდან ბოლომდე CIA-ის გავლენის დღეს საქართველოში არის აბსოლუტურად ამათი ეხლა რადიო თავისუფლება თუ ვიღაცას პოლიტიკას საერთოდ გაეგება იცის რისთვის შეიქმნა ხო და ვისგანაც მოდიოდა ეს არის CIA-ის აბსოლუტური პროპაგანდული კანალი პროპაგანდისტი სადაზვერო პროპაგანდა ასე ტერმინი სადაზვერო პროპაგანდა რომელიც თავიდან ბოლომდე მედიაშია ჩართული კი ბატონო ხო სააკაშვილსაც შეეხება ეს არის ხო უბრალოდ გავლენის აგენტი რო იცით რა არის აი როგორც ომარ ტარიხოს თხოვდნენ რომ ჩვენი პოლიტიკა გაატარე რა და ამაში გადაგიხდის ეს არ არის სააკაშვილი იყო გათვლილი აგენტი ანუ სააკაშვილის loyalty არის ერთგულება არის მხოლოდ ამერიკის ასე ვთქვათ ამ მუშაობს იმ უწყებაში კი იმ უწყებაში აი ასე არის პირდაპირ რა და კიდევ ამასთან ერთად ძალიან საინტერესო რაღაცები მითხრე ხარ ვიცი ამის უფლება მაქვს თუ არა თქვა მაგრამ მე მგონი არავის გაუკვირდება საქართველოში ამიტომ ვიტყვი იმიტომ რომ ეს საიდუმლო არ არის და არაფერს არ კითხე რომ შენი საბოლოო დასკვნები რა არის სააკაშვილზე და პირველი რაც მითხრა სანამ მოღალატეზე გადავიდოდა და პირველი რაც მართლა შოკირებული იყო ადამიანი ამით არის ამ კაცს აქვს სერიოზული სექსუალური პრობლემა მანიაკალური გამოვლენა კი და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმიტომ რომ გავეცინა ეს მხოლოდ რუმერის დონეზე ვიცოდი მანამდე რომ სააკაშვილს რაღაცა პრობლემა აქვს სექსუალური მაგრამ მე ხა წარმოვიდგინეთ საერთოდ სხვა აი როგორ არის არაფერი შემთხვევით არ ხდებაო ხო საერთოდ სხვა თემაში რა ვიღაც FBI-ის აგენტი რომელთანაც მაქვს სრულიად სხვა პრობლემა ანუ ნარკოტიკულ თემაში ამერიკა რას აკეთებს იმას ვიძიებთ რა შუაშია სააკაშვილი და აქ მეუბნება ეს რაღაცებს შემდეგ ჩვენი მეგობრობა ძალიან ანუ დავახლოვდით სხვადასხვა შოუებში ერთადაც ვიმუშავეთ და მან შემოთავაზა ეს რაღაც რომ თუ გინდა სააკაშვილის ფაილებს განახეთ. და მის სახლში ნიუ-იორკში ლონგ-აილენდზე ცხოვრობს
და მის სახში მივედი მის ასე ვთქვათ ფრონტიერზე, აი ესეთი ფაილი, ამხელა ფაილი გადმომიდო და ფოტოებიდან, ვიდეოებით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი მანახა, რაც ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი იყო აბსოლუტურად ამერიკის აგენტი. და საქართველოს ყველაფერი გაუკეთა. აი ეს ამის პრობლემაა დღეს, რომ დღეს ამდენმა ახალგაზრდამ არ იცის რისთვის დგას. მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. ამათაც ვერ დაადანაშაულებთ, იმიტომ რომ ახალგაზრდა დღეს საქართველოში რა მიზანია, ხო, უბრალოდ რა ცხოვრება აქვს. უყურეთ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ დღეს ძალიან ბევრი ოჯახი არის დისფუნქციონირებადი, ხო ესე, ანუ არ არის ფუნქციონირებადი ნორმალურ ოჯახად ვერ ყალიბდება. კი ბატონო. 15-16 წლის ბავშვებიდან გარეთ მე როგორც ხვდები და რამოდენიმე იდიოტი ჟურნალისტი უკაცრავად გამოთქმაზე, მაგრამ ესეა. კი ბატონო. და ეს 15 წლის ბავშვი, რომელიც სკოლიდან მოდის, სადაც ასწავლიან, რომ რუსეთმა ყველაფერი წაართვა, რაც ამაზეც ვისაუბრებთ 2 წუთით, რომ გავშალოთ ესე კითხვა, ესე არ არის. ეს ბავშვი მოდის სახში, დედას არ ძალიან, მამას არ ძალიან მუშაობს, გეცოდინებათ, რომ ყველა ისე არის თავის საქმეში გადართული. და სკოლიდან დაპროგრამებული მოდის, მე ამ პროპაგანდას უსმენს, იმიტომ რომ არხი არ არსებობს დღეს საქართველოში, რომელიც რეალობას ქადაგებდეს, რა თქმა უნდა, და უცებ ეუბნებიან, რომ იცი რა არის, მომავალი არ იცი სად აქვს, ანუ purpose დაკარგულია რა, ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ამერიკაში ესეთ ბავშვები ყავს, ხო, ანუ სანამ ამ purpose-ი პოვი, სულელი ხარ, ესე არის, ხო? აქეთ-იქით დადიხარ, ვერ იგი ყველა ბავშვს არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ესეა, რომ ეძებ რა უნდა გამოხვიდე, რა გინდა ამ ცხოვრებაში, ვინ ხარ, რა პიროვნება ხარ და უცებ გეუბნებიან, რომ შენ შეგიძლია შენზე რაღაც დიდს ემსახურო. და დაიცვა შენი სამშობლო. და ეს ყველაფერი რაც კარგი აქვს შიგნი ამ ბავშვებს. მიმართული არის იმისკენ, რომ გონიათ რომ კარგს ემსახურება. რა თქმა უნდა, გონიათ, ანუ იქ არ დგანან ცუდი ბავშვები, იქ დგანან ძალიან კარგი ბავშვები, მაგრამ არ აქვთ ინფორმაცია. და ერთ რამეს კიდევ ვიტყვი, რა არის განსხვავება ამერიკელ და ქართველ ბავშვში, ან ამერიკელ და ქართველ ნაციაში. ქართველებს ამერიკელებს უფრო ბევრად მეტი ესმით, ბევრად მეტი იციან, ამიტომ გამოდიან რუსეთის დროშებით, რომ ეს ომი გააჩერონ, ხო? თუნდაც ვაშინგტონ DC-ში. და დგანან ძალიან ბევრი დგას, ტაკერ კარლსონის უკან, ჩვენაი დამოუკიდებელი ჟურნალისტების უკან, მაგრამ მათ აქვს პრობლემა ერთიანობის. განათლების პრობლემა არ აქვს ამერიკას, ერთიანობის პრობლემა აქვს. საქართველოში ეს არის პირიქით. ერთიანობის პრობლემა საქართველოს არ აქვს, განათლების პრობლემა სერიოზული. ეხლა გამოვთქვავ ჩემ აზრს. მიდით. ერთიანობის პრობლემა ნამდვილად არის საქართველოში ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ამბიციებია ჯერ ერთი და მერე მუშაობს ეს და პოლიტიკაში ალბათ, თორე ხალხი. არა, ხალხშიც ეგრეა, მუშაობს ეს და ეს არის ფრაგმენტირებული საზოგადოება ძალიან სხვადასხვა ნარატივებით. აჰა. და ამ ნარატივების გააზრების საშუალებას არ იძლევა სადაზვერვო პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებს აგერ დიღომში მყოფი სადაზვერვო უწყება ამერიკის საელჩო წოდებული, ხო, მათ შორის. და არა მარტო ისინი აწარმოებენ, ცხადია. რუსებს რაც შეეხებათ, რუსები თვითონ იყვნენ ახლა საერთოდ კიდე ერთხელ ვიმეორებ კეთილი იმპერიები. ზოგადად აბსოლუტურად კეთილი იმპერიები არსებობს გრადაციები. ყველაფერში არსებობს განსხვავება და გრადაცია. რუსებს თავის პრობლემები აქვთ, ეს პრობლემები არის რევანშიზმი, რომელიც ესე იგი არიციან სად მიმართონ და ამით ასევე ძალიან კარგად სარგებლობენ და უშუალოდ დასავლეთიდან და ჩვენ ერთი რამე უნდა ვთქვათ ისიც, რომ გაცილებით განვითარებული რბილი ძალა აქვს დასავლეთს, ვიდრე დაუშვათ იგივე რუსეთს და თუნდაც ჩინეთს და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს. უბრალოდ იქ თავისი პრობლემების გამო რბილ ძალაში რას გულისხმობთ? პროპაგანდისტული საშუალებები, ზეგავლენის როგორ 90 რამდენი პროცენტია მაგათი მის სოციალური ქსელები. რბილი ძალა? რბილი ძალა ქვიოს ვეძახი ჩვენ მაგალითად სოციალურ ქსელებს. რბილ ძალაში ვერ ხვდები რას გულისხმობთ, იმიტომ რომ ამერიკის პროპაგანდა ბევრად უფრო ძლიერია. ხო, მაგას ვამბობ. გასაგებია, მივხვდი რომ ანუ თქვენაუბრ შუმი ძალა უფრო რაღაცა. კი ბატონო, გასაგები. კი, მაგაში გეთანხმებით. სოციალური ქსელები. კი, მაგაში რომელიც ძალიან ოსტატურად არის გამოყენებული მოიხსენება და ასე შემდეგ და რამდენი რევოლუცია გამოიწვია. კი, რუსეთს მაგის ნიჭი არ აქვს სამწუხაროდ. მაგათი ხო. კი. ხო, აქედან გამომდინარე ინფორმაციული ომი და ნარატივების ომი არის პირწმინდა წაგებული. ისი დასტურიც არის ეგერ ახალგაზრდობის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ასევე
ასევე საგანათლო სისტემაში მათივე სადაზვერვო მუშაობა და ამას ძირფას მაყურებლებო ამას რო ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ყველაფერს, რასაც თქვენ უყურებთ, მართავენ სპეციალურ სამსახურებს, აბსოლუტურად. აი ამ დიდ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე განათლების პრობლემა საქართველოში, ხომ? იმის პრობლემა კი არა, რომ ხალხი არ არის განათლებული, ხალხს დაახლოებით ყველგან ერთნაირი განათლების დონე აქვს. უბრალოდ რამდენად არის ჩახშობილი ის ხმა მედიაში. იმის მიხედვით გვექნება შტაბ-ბიჭდება განათლების და გაუნათლებლობის ხარისხზე. თორემ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში დამერწმუნე განათლებული, უბრალოდ ის არის დეზორგანიზებული ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო. ასევე საქართველოს კონკრეტული პრობლემა აქვს. მას არ შეუძლია დაუშვათ ის დღეს ახლა შენ რას თქვი იმაზე ომზე. სისხლია ეს, ხომ? ეს ძალიან ოსტატურად გაკეთებული სპეცოპერაცია იყო, რომ არ დაეშვათ რეინტეგრაცია იმპერიის. რა თქმა უნდა. მეტიც რომ არ დაეშვათ ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება ევრაზიაში. ეს ახლა ეს კონკრეტული გეოპოლიტიკური კათვლებია და ესე მოხდა, მაგრამ როცა სისხლი ჩამოწვება, იქ ძალიან ძნელია რაციონალური გონების ჩართვა. რა თქმა უნდა. აი ეს არის ჩვენი პრობლემა და აი ახლაც მაგალითად კიდე ერთ რამეს ვიტყვი, რომ დადგეს საკითხი აფხაზეთის და ცხინვალის რეინტეგრაციის მათთან მოლაპარაკების აგენტურას კვლავ აამუშავებენ და იტყვიან რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმებიან. მე ეხა ვიტყვი ვარაუდს, როდესაც საუბრობ ფაქტებით, ყოველთვის ვამბობ რომ ფაქტია. ეხა ვარაუდს ვიტყვი. ჩემი ვარაუდია, რომ აი პუტინის ქცევებს შევხედავთ, ხო? ჯერ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსია მსოფლიოში დღეს პუტინი. ყოველ შემთხვევაში ყველაზე ანგარიშგასაწევი ერთ-ერთი. აბსოლუტურად და გონებრივადაც მე ვფიქრობ, რომ ეხა შედარება გონებრივადაც რა თქმა უნდა ხარ ელაბარაკ. კი ბატონო. პუტინს არ გაუკეთებია არაფერი აფხაზეთში. პუტინს არა. არაფერი. არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს, ხო? ანუ მე ვიძახი აფხაზეთის ასე ვთქვათ აღმავლობისკენ არაფერი არ გაუკეთებია. არაფერი, აბსოლუტურად. მაგრამ დამბაში ტერიტორიების აღების შემდეგ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში ჩადგა ახალი ესენი რა ქვია buildings როგორ არის ქართულად შენობები კი ბატონო მარიუპოლი მაგალითად თლიანად აღადგინა. აბა თლიანად აღადგინა. ეხლა უყურეთ ის რო ფიქრობდეს რომ აფხაზეთი არის მისი ტერიტორია. აფხაზეთი დღეს იქნებოდა საკმაოდ სხვა იმიჯის მტარებელი და მქონე. აფხაზეთი მისთვის არის bargain chip. ანუ აფხაზეთი არის მოგცემ თუ დამარწმუნებ რომ CIA-ის აგენტები როგორც სააკაშვილი არ ირბენენ აქ. ხო ესეა? კი ბატონო. ეხლა მითხარით რატო არის ეს არასწორი? აი ქართველებს უჭერთ მე და თქვენ პირველად რომ შეგხვდით თქვენ ცოტა შოკში ჩავარდით მე რომ თქვენ ეს რაღაც მაგრამ ძალიან ნარცისები არიან ქართველები მეთქი გითხარით ეს რაღაც ნარცისიზმის მთავარი პრობლემა რა არის? ემპათიის გზნობა არა აქვს. ანუ ვერ აზროვნებენ სკვის ტყავში ვერ გადადიან. ეს ჩიპი არ არსებობს. ეხლა უყურეთ როლურ თამაშებს ანუ იმის როლში ვერ გადადიან. კი ბატონო. ეს არის აბსოლუტურად კრიტიკული იმისთვის, რომ პოლიტიკაში რამე გააკეთო როგორც პოლიტიკოსი. ამის უნარი თუ არ გაქვს, მაშინ დაღუპავ შენ ქვეყანასაც და ყველას, ხო? მთელი იდეაც ეგ არის. ეხლა უყურეთ, უცებ განვიხილოთ რუსეთის ესეთი აგრესიული, რუსეთის დამი ესეთი აგრესიული მიმართვა ქართველების მიერ, ოკეი? მე ვფიქრობ, რომ რუსეთს კარგის მეტი საქართველოს რამე გაუკეთებია. ხო ძალიან დიდი განცხადება, მაგრამ ახლა ეს რისხვას გამოიწვევს, მაგრამ არა. ეცეთ რა არის? მიეჩვიეთ განსხვავებული აზრის. ხო, აი წარმოიდგინეთ, ახლა რუსულ აგენტს ვერ დამარქმევენ ერთი რაღაცის გამო. ეგ ნამდვილად. ხო, ამერიკაში გაზრდილი ამერიკელი მოქალაქე გესაუბრებად ქართული იმით ფესვებით, ხო? ამას ვერ დამარქმევენ. ამიტომ აქ უკვე ისა აქვთ პრობლემა აქვთ დიდი. და თუმცა ტაკერ კარლსონს ეძახიან ამერიკელ აგენტს და მეც არ გამიკვირდება რომ ტრამპს ვიცან ხო რა თქმა უნდა. ეხლა უყურეთ. ამას რო ამბობენ ჩემს მიმართულებით, ვეუბნები ძალიან მარტივ რაღაც. თუ ამხელა დანაშაულში, მადანაშაულებ, მაშინ წაიღე სასამართლოში. აი ვინც ამას იტყვის, აქეთ ვუჩივლებ. ეს დანაშაული ამაზე ციხია. მინიმუმ მუდმივი პატიმრობა ხო ასეა, რა თქვა ამერიკელი რუსის აგენტი რას ამბობთ, ხო? მაშინ მიჩივლე წაიღე სასამართლოში. ანუ თუ მაგას არ იძახი, მაშინ რა გამოდიხარ? ესე იგი შენ ხარ უბრალოდ ტალახის მსროლელი, რომელსაც არგუმენტები აქვს 0. რატომ უნდა გისმინოთ? ესე იგი თურმე გამოდიხარ, რომ არც უნდა გისმინო, არც არა ხო ხდები. ნუ კი ბატონო, ეხლა დავიწყოთ ამით, რომ რუსის აგენტი აქ არავინ არ ზის.
ლოგიკურად შევხედოთ რა მოხდა საქართველოს რუსეთს შორის. ხო? მე მახსოვს პატარაობიდან საქართველოს დავადებული ადამიანი სულ ჩამესმოდა ესეთი რაღაც, რომ რუსეთმა ტერიტორიები წაგართვა. მაგრამ ისტორიას რო ვსწავლობდი და კიდე კარგი რომ უცხოეთში შევიძინე განათლება იქიდან გამომდინარე რომ ეს აგრესია სააკაშვილის ის არ იყო რა ჩემს ანუ მე არ მომხვდა ეს აგრესია. ეხლა უყურეთ რა ხდება მე მახსოვს ესეთი რაღაც რომ რუსეთმა ჩვენ დაგვიცვა მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლაში ხო ესეა? რამე ხო არ მეშლება თქვენ საკმაოდ კარგად. კი არა მე ისტორიკოსი ვარ ეს კარგად ვიცი. კი ბატონო, ეხლა მოდიეთ ერთ რამეზე შევთანხმდეთ მაშინ, კარგით? მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ვართ იქაური ერის ხალხი და იქ მოლაპარაკებების მაგიდაზე ვსხედავთ. ეხლა უყურეთ, ერეკლე მეფეს აქვს ორი ვარიანტი, ხო ესეა? ორი ვარიანტი. როგორც ვთქვით, მუსლიმებმა შემოგთავაზეს თუ დავნებდებოდით, მაშინ ისეთი სისხლისღვრა არ იქნებოდა. ხო არ მეშლება კიდევ რამე? ეს ასე იყო. კი ბატონო, ანუ გადამამოწმეთ როგორც ქართველმა რა. ეხლა როგორ იყო? ერეკლე არ მოიცავდა ერეკლეს სამეფო იყო ქართლ-კახეთის სამეფო. კი ბატონო. არსებობდა იმერეთის სამეფო, არსებობდა სამეგრელოს სამთავრო, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი მთლიანად სამხრეთ საქართველოს თურქეთის იყო, ახალციხის ფაშა იჯდა იქა. და კიდე არსებობდა გურიის სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო, აფხაზეთში კიდე სამურზაყანო, სვანეთი ასევე დამოუკიდებელი იყო. ქართლ-კახეთი შედარებით მსხვილი პოლიტიკური ერთეული იყო, რომელმაც 150 წლიანი სპარსეთის პატონობის შემდეგ მოიპოვა, ასე ვთქვათ, დროებითი დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ირანი დაიშალა. კი ბატონო. და ქართლი და კახეთი ცალ-ცალკე სამეფოები იყვნენ, მაგრამ გაერთიანდა ეს თეიმურაზესა და ერეკლეს მიერ, იქიდან გამომდი ბევრი მიზეზების გამო და ქართლელები თვლიდნენ, რომ ერეკლე დამპყრობელი იყო, ვინაიდან კანონიერი ქართლის ანუ კახეთი და ქართლი ერთმანეთს ცნობდნენ როგორც დამოუკიდებელ. კი ბატონო. და მთელი ერეკლეს მიმოწერა რომ განვიხილოთ, ყველაფერი წაკითხული მაქვს, ხო? იქ ერთ რამეს ვიტყვი, ის ძირითადად რუსეთის იმპერატორს, როდესაც მფარველობას თხოვდა, ეუბნებოდა რომ არ დაეპირისპირებინა მისთვის ქართლის ტახტის მემკვიდრე, იმიტომ რომ მე მოვაშენდეს დაქცეული ქვეყანაო. მერე უკვე ირანი და რუსეთის იმპერია და ირანის იმპერია, როდესაც ისინი დაუშვათ, როდესაც ირანის იმპერია ძალაში არ იყო დაშლილი, იგივე ნადირ შაჰის დროს მაგალითად, ხო? რუსეთის იმპერია ქართველებს როგორც ქრისტიანებს განიხილავდა ზოგადად მაშინ ეს რელიგიური სახელმწიფო იყო და მართლმადიდებლებს განიხილავდა თავის დაცვის ქვეშ ყოფ, ასე ვთქვათ, რელიგიურ ჯგუფს. ის რუსეთი არ ედავებოდა ირანს მის სუვერენიტეტში. ის ეუბნებოდა განსაკუთრებულ უფლებებზე, რუსეთის დიპლომატიური უფლებები. აი ეს რო თქვათ. და როდესაც აღამახმად ყაჯარი მოდის იქ ირანის ხელისუფლებაში, ის ერეკლეს აი ზუსტად იმაზე მოველით. ის ერეკლეს ეუბნება რომ ჩვენო კვლავ დოსტები ვიყოთ, ანუ რას გულისხმობდა, ირანში შედიოდა ძალიან ბევრი სახანო. ირანის იმპერიად მოიაზრებოდა ძალიან მათ შორის აზერბაიჯანის სახანოები. ეს აზერბაიჯანი როგორც ესეთი მთლიანი კი არ არსებობდა, არსებობდა ერევნის სახანო, იმის უამრავი სახანოები იყვნენ და ესე იგი საქართველოს სამეფო სამთავროების აღმოსავლეთ საქართველოს და ესე ეუბნებოდა რომ ჩემი ისე დაუბრუნდიო ამ იმასო, დაუბრუნდეთო, დოსტები ვიყოთო. კი ბატონო. ერეკლეს ამ დროს დადებული ჰქონდა გეორგიევსკის ტრაქტატი და ელოდებოდა რუსეთიდან დახმარებას. ხო, აი მანამდე მინდა ვისაუბრო, სანამ ეს და იქ მოხდა ძალიან სამწუხარო მოვლენები, რომელსაც რუსები ეძახიან, ჩვენ ბრალი არ იყო. ჩვენ ვიძახით რომ არა თქვენი ბრალი იყო და ასე შემდეგ. აი მაგაზე მინდა ზუსტად ვისაუბრო. ეხლა ლაშქრობა აღამახმად ხანის, როდესაც რუსებმა ჩვენ დახმარება, როგორც ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ისტორიოგრაფია არ აღმოგვიჩინეს. და ამას მოყვა თბილისის აუხრება, დასუსტება, შინაომები და მე ეხლა უყურეთ რა ხდება, აი მამაზე მინდა საუბარი. სანამ დაიდებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი, ხო მივედით აქამდე, რომ ანუ რუსეთი უნდა დაგხმარებოდა ჩვენ. ხო ესე? ხო, მე-16 საუკუნიდან მიმდინარეობს მიმოწერა ქართულ მეფემ თავად. ეხლა ნახეთ, რო განვიხილოთ ეს საკითხი როგორც რუსი მეფის თვალით. ხო?
ხო, აბსოლუტურად განსხვავებული სურათია. რადიკალურად განსხვავებული ნარატივები. ეხა უყურეთ, ეს უნდა შეგვეძლოს. ამას ვამბობ, ანუ ძალიან ნახეთ, მიდიხართ სხვა სახელმწიფოა. თან ხვდებით თუ არა, თუ რუსეთი ხარ. კი ბატონო, მიდიხართ სხვა სახელმწიფოთან, და ეუბნებით ეს რაღაცას, მე რომელსაც არ გამაჩნია არაფერი და არ გაგოჩნდა არაფერი. რა შეგიძლია შენ რუსს შესთავაზო? რას თავაზობ? რაც აკლია. შენ იქნები, არ იქნები, ამისთვის პრობლემა არ იქ, მოდით ესე ვთქვათ, მრეწველობის მხრივ, ესეთი ეკონომიკის მხრივ, იმას ისეც ვერ შესთავაზებ ვერაფერს, რომ ეს შენს გარეშე ვერ შეიქცოს. ლოიალობას თავაზობდნენ. ხო, ლოიალობას ერთი წამით. მე არ ვარ არც ერთი ქვეყნის ლიდერი, მაგრამ ლოიალობის გამო ათასობით ჩემ კაცს არ დავხოცავ რა. ძალიან დიდი ბოტიში, ცოტა მეტი უნდა დადო მაგიდაზე. ოკეი? თან ხვდებით, შეიძლება ამერიკულ გათვლები მაქვს, ეხა მე მარა ესეა. ანუ არც რა ძალიან დიდი ლოიალს ისე არ გაგხდი. აქედან დავიწყოთ. ხო, ეხა უყურეთ ვერაფერს ვერ თავაზობ. მიდიხარ ესეთი მწირე სახელმწიფო და მას თხოვ რომ დაეჯახოს თავისი არმიით. მოახდინოს კატასტროფა, მოკლას თავისი ბიჭები. რამდენი? და ამ დროს პრეტენზიები გაქვს რაღაცაზე, რომ დააგვიანეს ან ხუმრობ, ხო? ანუ ეხა მათი იმით შეხედეთ ამ საკითხს ცოტა. ასეც უყურებენ, მე მეცაც გეტყვი, უბრალოდ მათი ხედვა მაშინ ძალიან იყო, არ იყო დაუშვათ ისეთივე პრაგმატული, როგორც ამერიკელებს აქვთ ახლა. რომ ლინცი გრემმა რო თქვა, რომ აკა ინვესტიცია გავაკეთოთ, იხოცებიან ჩვენთვის. რა თქმა უნდა, აბარა. ესეთი პრაგმატული არ იყო. მე თუ წაიკითხავ იმ მაგალითად პავლეს მკვლელობის შემდეგ შეიქმნა საიდუმლო საბჭო. და იმ საიდუმლო საბჭოში სხვათა შორის ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია და ეს არის ღია წყაროებს შეგვიძლია. როგორ განიხილება საკითხი. რა მდგომარეობა საქართველოში, რა დაუჯდებათ, როგორ რას ლოჯისტიკური რა ეს ხო უნდა ყოფილიყო. აი სიმართლე რომ ვთქვათ, რუსის მხარეს რო იდგეთ. თქვენ ხო ჩათვლით დღეს რომ საქართველო თქვენი მოღალატეა. ეხლა დაცვით დაგიცვა, ორი აზრი არ არის. რუსეთი რო არ ყოფილიყო, ჩვენ გადავრჩებოდით ბრძოლაში. ისტორიას არა აქვს, ესე ვთქვათ, სხვა განხილვის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ რო ავიღოთ. კი ბატონო. ხო, ახლა ჩვენ რასაც განვიხილავთ, სამწუხაროდ დაგეთანხმები იმაში, რომ ძალიან უჭირს ადამიანებს ასეთი ტიპის განხილვაში შემოსვლა, იმიტომ რომ ის ღუზები, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალურ ეგოიზმთან, არ აძლევს საშუალებას, ის ემოციურია და ფეთქდება. როგორც კი ობიექტურ მსჯელობაში გადადიხარ, ისინი თავს დამცირებულად გრძნობენ, აი ასეთი მსჯელობით. მაგრამ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის დამამცირებელი მსჯელობა ზოგადად. ჩვენ ესეც გადავლახოთ. კი ბატონო, თქვენ სიმართლე არასდროს არ შეიძლება. ფეხსვერებზე დადიხართ. მე ამდენ უფლებას არ ვაძლევ ხალხს. ანუ ვიღაცა რო ოფენსივ, აი ნახეთ, ვიღაცა ქართულს თუ რაღაცა ობიექტურობა აყენებს შეურაცხყოფას, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ობიექტურობა ამ შემთხვევაში არასდროს ლოიალური ხართ. ლოიალური კი არა ვარ. მე დიქტატორი ვარ მაგხრივ, რასაუბრ, ანუ ან გაიგებს სიმართლეს, ან არ გაიგებს. სიმართლეს აქვს თავისი, დაუშვათ, რუსების სიმართლესაც თავის ნაკლოვანებები აქვს პირდაპირ. კი ბატონო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გადარჩი მათ გამო არის ეს. არ თვლიან ასე. აი ყველაზე დიდი პარადოქსი. საქართველოს არ თვლის ასე. ასე არ თვლის. ხო, მაგრამ მაშინ კარგით. უჭირს დაჯერება. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რაში მაინტერესებს ვიღაცას დაჯერება უჭირს თუ არა, ეხლა შეიძლება უჭირდეს დაჯერება იმისიც, რომ ამერიკა დღეს ყველაზე დიდი ტერორისტია, მაგრამ არის. არის, მართალია. ას გეტყვიან, იცი, ეკლესიები რო გადაგვიღებეს, მაგალითად მაგას გეტყვიან. გეტყვიან იმას, რომ გადაგვიღებს, ვაიმე. ხო, არა. არა, მე გეუბნები, თვითონ თემა იმის შესახებ, რომ დაუშვათ ჩვენ გადაგვარჩინა ამ შემთხვევაში ფიზიკურ განადგურებას. და ხო ის რომ დაუშვათ საქართველოს გაერთიანებულია, ეს დიდწილად არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო, რომელშიც ჩვენც მონაწილეობდით წარმატებებთან, თურქეთის იმპერიასთან და ირანის იმპერიასთან ბრძოლისას. ეს ირეკლავს მასობრივი ცნობიერება. კი ბატონო, მაგას მე გამზარდეს ესე, რომ მადლიერი უნდა იყო იმისი, რასაც გაძლევს ადამიანი, ხო? მე ვფიქრობ ესე, როგორც ამერიკელი, ეხა ისე ვხედავ, რომ ქართული გასაგები, ნახეთ, ემოციური არსება ამ ქვეყნად ვერ ვითარდება. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სტოიციზმი გეცოდინებათ, ხო? ანუ ემოციური არსება ყვება ყველანაირ ტალღას, რაც მოდის მისთვის და ეს არის დღეს საქართველო. და ამიტომაც არის ამერიკული პროპაგანდა ესე წარმატებული.
რომ რუსეთი დააკავშირეს ტერორისტთან. ანუ როგორც ამერიკაში ტერორიზმი არის მუსლიმი და ტერორიზმი ერთი და იგივეა, დღეს ესე აღიქვამენ. რაც სისულელი არის რაც აბსოლუტური სისულელია, მაგრამ ისინი ხო ესე აღიქვამენ. ესეთივე წარმატებით დააკავშირეს რუსი იმას ზისხთან საქართველოში, რაც არაფერ შუაში არ არის. ხო და უცებ რო დავამთავრო ეს. კი ბატონო. ფაქტის სახეზეა რომ რუსეთმა გადაგარჩინა, ვიცით ისიც რომ საერთოდ ნათქვამია ესეთი რომ not every religion is made equal, ანუ ყველა რელიგია არ არის რაღაც შემწყნარებელია, რაღაც უფრო კრიტიკულად და დიქტატორულად ხო ესეა. მუსლიმების რელიგია არ ვეხები მათ რწმენას და ასე შემდეგ, მაგრამ ქრისტიანობასთან შედარებით დღესდღეობით და იმ დროს რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ იყო ნაკლებად შემწყნარებული ვიდრე ქრისტიანობა. ხო ეს ყოველთვის ესე არ იყო, მაგრამ იმ დროს, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რუსეთის და იმის დაპირისპირებაზე, ხო ხვდებით. ეხლა ნახეთ, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, როგორც ქართული სახელმწიფო არა მარტო მართლმადიდებელი, DNA-ის ტესტი თუ აქვს რომელიმე ქართულს ჩატარებული, ალბათ მიხვდება რამ ხელანარევია ირანი და ესეთი ქვეყნებიდან ხო ანუ აშკარაა რა ეს ორი აზრი არ არის ანუ თურქეთი ირანი ესეთი მე ნარევიც არ გექნებოდა მე იქნებოდი სრულად ნუ ეს ამაზე კამათიც ის არის იმიტომ რომ არსებობს თურქეთის საქართველო 1.8 კი ბატონო ოსმალეთის იმპერიის ანუ გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი არსებობს ანუ როდესაც ოკუპაცია მოხდა თურქეთის მიერ საქართველოს სამხრეთი ნაწილი სამცხე-საათაბაგოს ისტორიული ტერიტორიის იქ არის 40,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. ეს არის ყველაზე ქართული რეგიონი და ყველაზე კულტურულად განვითარებული რეგიონი იყო საქართველოში. რონახოვის ძეგლები რაც იქ არის, ნუ ეს არის მართლა დიდი არქიტექტურა, დიდი ხელოვნება და აშკარად ნახავ რომ ეს იგივე სახლისმშენებლობის კულტურა იქნებოდა, სოფლის მეურნეობის კულტურები და ეს საოცარი მხარეა იქ რო გადახვალ, ნახავ რომ საქართველო მართლა დიდი ქვეყანა იყო. ყველაზე მეტი იქ შემოგვჭა, სხვათაშორის რაც შემოგვჭა, თორე რა უამრავი რაღაც აღარ შემოგვჭა. იქ ეს იყო ქართული მოსახლეობა და იქ ქართული მოსახლეობა არის ალაგ-ალაგ დარჩენილი. რა თქმა უნდა. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით კამათი და თვითონ ახლა იგივე მოხსენიებულ ჩემს ეხნიას, ამასთან დაკავშირებით აქვს ასეთი ფორმულა. რომ ეს იყო ალბათ ბოროტება, მაგრამ ყველაზე ნაკლები ბოროტება დანარჩენებს შორის. ეს არის სტალინის ლოგიკური აზროვნებაა რაღაც მომენტში. სტალინი რა ხო, ანუ ის განიხილავდა რა თქმა უნდა ამას, როგორც ნუ იმპერიის გაფართოების პროცესს და არა დაუშვათ იმას რა ქვია ქველმოქმედებას. რა თქმა უნდა, ეს იმპერია გაფართოვდა და დამკვიდრდა სამხრეთ კავკასიაში, ხო? მაგრამ ის სტალინმა რა თქვა, ესე იგი, ჩემას ეხნია. ეს იყო ნაკლები ბოროტება ყველა ბოროტებებს შორის. იმიტომ იქით იყო ფიზიკური განადგურების საფრთხე და საქართველოს რეინტეგრაცია ვერ მოხდებოდა. აი მე ვისაც საინტერესებს კიდე ესეც საინტერესოა და ალბათ ჩემსაც საინტერესო იქნება. როდესაც რუსეთის იმპერია მთელი 19 საუკუნის განმავლობაში ის განიხილავდა საფრთხეებს რომელიც შეიძლება წარმოქმნილიყო ნაციონალიზმების მიერ. ანუ ეს იყო ძალიან მრავალრიცხოვანი ხალხები იყო იქ და ეს იყო პერიოდი ევროპაში, როცა ვესტფალიის ზავის შემდეგ ესე იგი ვითარდება ნაციონალიზმები. ხდება კონსოლიდაცია სხვადასხვა ტერიტორიების ეთნიკური ნიშნით, ენობრივი მსგავსებებით, ნათესაობით, ამ ისტორიული ნარატივებით და მთელი ამბავია, ხო? იქნება ლეგენდები და ასე შემდეგ და ამას აქ პირდაპირ გავლენა რუსეთის იმპერიაზე, ხო? პირველი ვინც იყო ამ ნაციონალიზმის ვისიც ყველაზე მეტად ეშინოდა რუსეთის იმპერიას, ეს იყო დიდყრობელური რუსული ნაციონალიზმი. იმიტომ რომ ის იმპერია თვითონ თავისთავად მისი ელიტა ინტერნაციონალური იყო. თვითონ რომანოვების გვარიც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. რადიშევმა როცა დაწერა და ამას რა თქმა უნდა სახელმწიფოს წარმოქმნელი ხალხი იყვნენ ისინი ვინც რუსები არიან და ეს რუსული თვითონ ასე ვთქვა თავადაზნაურობა ეწინააღმდეგებოდა სხვა გერმანული მაგალითად წარმოშობის არისტოკრატიას. ძალიან დიდი რადიშევმა რო დაწერა მოგზაურობა პეტერბურგში და მოსკოვამდე და პირიქით დაიბარა ნიკოლოზ პირველმა 3 საათი ელაპარაკა და ამ 3 საათის ლაპარაკში გაასახლა. რატომ? თუ მან დაინახა ეს საფრთხე და ეს ლაპარაკიც შემორჩენილია ამის რა ელაპარაკა იმპერატორი რადიშევს. და რუსებისთვის, რუსეთის იმპერიის ესე ვთქვა ტვინისთვის, ჟამისი სპეცსამსახურისთვის ახალი სიტყვებით რომ ვთქვათ, ხო?
გაუგებარი იყო ბევრი რამ და მათ შორის გაუგებარი იყო როგორ წარმოიშვებოდა მაგალითად როგორ წარმოიშვა ქართული ნაციონალიზმი. აი მისთვის ახლა რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა იქნა დაშვებული, მათ შორის დაუშვათ საწარმოიქმნებოდა სეპარატიზმის კერა, უკრაინაში კერელოდნენ, ციმბირში ელოდნენ კაზაკების. ხო და ქართული ნაციონალიზმი მათ აბსოლუტურად გაუგებარი. გაკვირვებულები წერდნენ, რომ იმერლებიო, იმერეთის სამეფო ხომ ერეს შეიერთეს, ხომ? კი, რა თქმა უნდა. დაიპყრეს 800 წელს. ესო რაღაც ძალიან გავნანო ქართველებს. თითქმის ერთი და იგივე ხალხია, ქართველებს ეძახდნენ იმას, რა ქვია, აღმოსავლეთ. ეს ძალიან გავნანდა. ვერაფერს ვერ წარმოედგინა დანარჩენებიც, რომ ეს ერთი ისტორიული ნარატივი ქონდა შენარჩუნებული, იმიტომ რომ საქართველოს ხომ 1555 წლიდან, უпростоეთ 1483 წლიდან დაიშალა საქართველოებად და მეორე სხვადასხვა იმპერიების, ანუ თურქეთ ირანის იმპერიის ბატონობის ქვეშ იყო დასავლეთი ამასიის ზავის შემდეგ. ეს გაკვირვებულები იყვნენ და ვერ წარმოედგინათ ესენი რა ხდებოდა და მე საერთოდ რომ წამოვიდა და ეს ერთიანი ქართული იდეა რომ ჩამოყალიბდა, ხო? ამაზე საერთოდ იმდენი გაოცებული მინახავს მე დღესაც ვერ აღიქვამენ. იცით რა არის მეც გაოცებული ვარ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვერასოდეს ვერ ვაკავშირებდი აი ამ ნაციონალურ ქართულ აზროვნებას. ეხლა მე ვამბობ, მე არ მაწუხებს ემოციები. მე ვარ ძალიან უემოციო ადამიანი, როდესაც ვსაუბრობ ლოგიკაზე. არანაირი ამბიცია საქართველოს არ უნდა ქონდეს ნაციონალიზმის, მაგრამ აქ ნაციონალიზმის ამბიცია კი არ არის. საქართველოს აქვს ერთ რაღაცასაც ვიტყვი, ეს თემა ძალიან ის არის ვრცელი. უბრალოდ ჩვენ გვაქვს ძალიან ღრმა ისტორიული ნარატივი. ძალიან ღრმა, ძალიან და ეს არის კულტური ძალიან ღრმა, ძველი და ესე ვთქვათ მრავალფეროვანი, მდიდარი კულტურით განპირობებული. და ეს კულტურა ყველასთვის იყო შემაკავშირებელი. სხვადასხვა პოლიტიკური სხვა თემა იყო დაუშვათ, მაგრამ შემაკავშირებელი იყო და როა იყო ამერიკელებმა გააკეთეს კვლევა და ამით ამ თემაზე დავამთავრე და ეს ძალიან საინტერესო იქნება შენთვისაც. რა არის ამ იდენტობის მთავარი მახასიათებლები? აი რატო არის ეს, რა შუა რა ხდება ეს რატო, ხო? იმიტომ რომ ხო იკვლევენ ესე რა ნარღვევებია. ეხლა არ თქვათ რელიგიაო, მაგას ვერ დავიჯერებ ვერანაირად. რელიგია არის, რა თქმა უნდა, მათ შორის. ეს მერე ალბათ, თორე. არის, მაგრამ უყურე მისამღერებიო. ანუ ესე იგი, საუკუნეების ათეულ საუკუნეების განმავლობაში ეს ქართული მრავალხმიანი სიმღერები, ანუ ცეკვა სიმღერა, რომელიც სინამდვილეში არის კომპაქტურად ემოციურ დონეზე გადმოცემული მეტაფიზიკური ცოდნა ეს ძალიან ამიტომ საქართველოს პირველ რიგში ეს კულტურული ფენომენი უნიკალური აბსოლუტურად ეს არა იმიტომ რომ მე ქართველი ვარ არამედ ობიექტური რეალობა ქართულ ფოლკლორს მაგალითად სოფლიო ფოლკლორის დედოფალს ეძახიან და ეს აბსოლუტურად სწორია მე რატო ვამბობ ახლა ამას პოლიტიკურ დაუშვით იგივე რუსეთთან ურთიერთობის დროს მოხდა აი ქართული კულტურისა და იგივე დაუშვით რუსული იმპერიული კულტურის ძალიან კარგი თანამშრომლობა შერწყმა ჩერჩილი ამბობდა რომ ქართველებსა და რუსებს შორის არსებობს დამოკიდებულება ქიმიაო დამოკიდებულება რომელსაც ვერ ახსნი რაციონალურად ეს მეტაფიზიკური მოვლენა არის ანუ ეს მოვლენები და ის რომ დაუშვათ ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ ძალიან იგივე დაუშვათ დიდი როლი ჰქონდა იმ რუსეთის ისტორიაში არაპროპორციული ჩვენ რიცხოვნობასთან და არა მარტო რუსეთის ისტორიაში ესაც ადასტურებს ამ კულტურული კოდის დეგობას. რა თქმა უნდა. ხო, აქედან გამომდინარე არა ვარ ჩვენ ესე თლათ ჩამოსაწერი ხალხი. ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი რა მხრივ, არა მარტო იმ მხრივ ინფორმაციები რომელიც გააჟღერე, არამედ ის რომ რაღაც გარკვეული სტერეოტიპები ჩვენ საზოგადოებაში თუ არ გადაილახა და ამას თუ არ მიუდექით ლოგიკით ხო, ჩვენ ისევ აღმოჩნდებით იგივე დღეში, როგორშიც ვიყავით მე-18 საუკუნის ბოლოს დაახლოებით. გეთანხმებით და უცებ ვიტყვი იმ ადამიანებს, ვისაც არ ესმის გეოპოლიტიკური თემა. დღესდღეობით საქართველოს მხოლოდ ორი პარტნიორი უნდა ეწეპოს, ეს არის რუსეთი და თურქეთი და გეტყვით რატო. ერთი რომ
თუნდაც ექსპორტ-იმპორტი ავიღოთ. სავაჭრო ისა. რა თქმა უნდა, აი მარტივ მაგალითს მოვიყვან ღვინოს, ახლა იქ ძალიან ბევრია და ვამთავრებ და ძალიან ის არის ღვინო. ავიღოთ ქართული ღვინო. ვნახეთ, მე მგონი რა გაკეთეს საფრანგეთმა და იტალიამ ბოდიშით და ჩაგვირეცხეს ერთ ადგილას ქართული ღვინო, ხო? როდესაც რუსი გიждდება ქართულ ღვინოზე, ანუ ეს გამოთქმა აქვს, რომ გრუზინსკი ვინა და ასე შემდეგ, ხო, ყოველთვის. შენი პირველი, ასე თქვა, გაყიდვადი თემაში ამ ხრივ არის რუსეთი. რამე ხო არ მეშლება კიდე? რა თქმა უნდა. კვლავ. ყავს ორი უდიდესი ქვეყანა გვერდით, რომელიც გარანტორია იმისი, რომ შენ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ნეიტრალურს ოღონდ არ გაგიჭირდება არც ეკონომიკურად და არც ფიზიკურად. აქეთ ნატო გიდგას, იქით რუსეთი, ხო? ოღონდ მიექანები იქითკენ, რომელი ნავიც თვითონ იძირება. ევროპაში, რომელიც დღეს საკუთარ ინტერესებს აფეთქებს რუსის, რა ქვია ქართულად, Nord Stream-ის ხო ხვდებით, ანუ ჩილოეთის ნაკადი. კი ბატონო, ნავში რომელიც იძირება და კითხვა ჩდება, როგორ უნდა დაზომბდეს ადამიანი ისე, რომ ვერ დაინახო შენი საკუთარი ინტერესების ესეთი მარტივით, რომელიც წინ გაქვს რუკა და მისდევდა იმას, ვინც თვითონ იძირება. ევროპა, ვინც არ იცის, ევროპას არ გააჩნია არაფერი დღეს. ევროპას ყველაფერი მოსდის ან რუსეთიდან, ან რაც შეეხება თავდაცვას, რა თქმა უნდა. თავარი ეს არის, ხო? ანუ ენერგორესურსის გარდა თავარი რესურსი ეს არის ქვეყნისთვის. და ის, ვინც რუსეთზეა თვითონ დამოკიდებული, ის გეკაჩება ნავში, რომელიც იძირება. არც გეკაჩება საქმე იმაშია, რომ არ გეკაჩება, კი არ გეკაჩება, ის გატყუებს, გასაგებია, მაგრამ გასაგებია ის თავის ინტერესებს ახორციელებს და ბუნებრივია ეს და მე საერთოდ ახლა ანტიევროპული კი არ არის ეს განცხადება, ან ანტიამერიკული კი არ არის. არავით არის ანტი ჩვენ, ესე იგი, მოსაზრებები არ უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ჩვენი ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, მოცულობიდან და ყველაფრიდან გამომდინარე და თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, რომ საქართველო გახდეს მშვიდობის, კი ბატონო, ესე იგი, ეკონომიკური განვითარების ჰაბი, მათ შორის ფინანსური ჰაბიც უნდა გახდეს და ლოჯისტიკური ჰაბი, რომელსაც თუ ჩვენ ამას, ესე იგი, ჩვენივე აი ამ სიგიჟეების გამო ჩავშლით, ჩვენ უბრალოდ გადაგვინაწილებენ და ინტერესანტები ჩვენ არ მოგცემენ საშუალებას, რომ ჩვენ დავბლოკოთ დიდი, ესე რა ქვია, ინტეგრაციული პროექტები ევრაზიაში. არ მოგცემენ საშუალებას. საქართველოს ასეთ შემთხვევაში ხო და ახლა ამერიკელებს რაც უნდათ გასაგებია, ისინი თუ არ აკონტროლებენ რამეს, იმის ჩაშლას ცდილობენ და ესეც მათი იმპერიის უნდა რომ გამოგიყენოს როგორც ნიკარაგუა, ანუ ბეთლგრაუნდად და ხორცი, რომელიც წნეხში გაყვავს, შოუმეტი არაფერი. ამერიკის ინტერესი, რა თქმა უნდა. ევროპის ინტერესი უბრალოდ ამერიკის ინტერესის გავლენაა. მეტი არაფერი ევროპას შენთან არანაირი ინტერესი არ აქვს, საერთოდ, უბრალოდ რადგან ამერიკის ინტერესების გამატარებელია, ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე. მეტი არა. და აღარ იქნება ცოტა ხანში ესეც უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა. ძალიან მოკლე ხანში, როდესაც აი ეს დიდი პროექტები დაიწყება, სამხრეთ ჩრდილოეთის პროექტი მაგალითად და რაც ხდება დღეს ირან-ისრაელს შორის, ეგვიპტე-ისრაელს შორის და ასე შემდეგ და ისრაელი პირდაპირ არის კუნძული, ხო, ერთ-ერთი შტატია ამერიკის ფაქტიურად, ეს ამის პირდაპირ ინდიკატორებია და ჩვენ თუ ამ დროს აი ასეთი გიჟური მოსაზრებების გამო, ესე იგი, კვლავ იგივეს გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ ბევრჯერ, სხვათაშორის ჩვენი ისტორიის მანძილზე, კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენში გვემუქრება ძალიან მძიმე, ესე ვთქვათ, ბედი, აი ესეთი, როგორც მაგალითად არის, აგერ ხედავთ უკრაინაში და არა მარტო იქ და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. ჩვენი გადაცემაც ახლა ვიცი, რომ ამას მოყვება, აუ ესე როგორ რუსეთმა გადაგვარჯა, აუ რაღაცებს დაიწყებენ. რატო გაინტერესებთ ეს არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, ხო არ ვიტყოდი. დაგნობით არც ერთი დღეს არაფერი გარდა ერთი ვარაუდის აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით არ ყოფილა ვარაუდი. ეს იყო ყველაფერი ფაქტი, რომლის ჩემი პირადი აზრია, თქვენ ალბათ ლინკები რო ქვემოთ დადოთ, ჩაგიყრით ყველა ლინკს, რაც არის საჭირო ამისთვის. არც ერთი, ანუ ვერ მეტყვის ვერავინ. რომ აქ არის რამე ვარაუდი. რა თქმა უნდა. ფაქტის სახეზია და ეხლა ვიღაცას არ მოსწონს, ფაქტი თუ არ მოგწონს, მაშინ უნდა დატოვო. ფაქტებთან ჩხუბი არ არის გონებრივი განვითარების შედეგი. მოკლედ რომ ვთქვათ. დიდი მადლობა ლიზი. მადლობა თქვენ. ჩვენ ესე იგი